მოგესალმებით. მიხარია რომ შემოგვიერთდით. დღეს ვსაუბრობთ სტატისტიკურ კონცეფციებზე, განსაკუთრებით სხვადასხვა ალბათურ განაწილებებზე, დავიწყებთ სიხშირით განაწილებებით და ძალიან შევეცდები რომ შეგაცვლევინოთ აზრი, რომ სტატისტიკა არის მოსაწყენი დისციპლინა. პირიქით. პირიქით მოვყვეთ ისე, შევეცდები მოგიყვეთ ისე რომ ეს იყოს რაც გარკვეული თხრობა, storytelling-ი, სადაც თანდათან მივალთ იქამდე რა არის ალბათობები და რა არის ალბათური განაწილებები. ეს რა არის სტატისტიკა? ეს ჩვენ საუბრობთ. განაწილებები ეს მაინტერესებს, მაგრამ რა გივი? ხო, ესე იგი. მგონი უბრალოდ გივის დამითვლი არ აქვს. ხო, მე მგონი დამითვლი არ იყო გივი. სტატისტიკა არის მეცნიერება იმ მონაცემთა შესახებ, მონაცემების შეგროვება, მათი დალაგება, სტრუქტურირება, მათი შემდგომი ანალიზი, რაღაც გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად. და ესე ზოგადად რო ვიღოთ, რა და რა ტიპის სტატისტიკები არსებობს, სტატისტიკა როგორც დისციპლინა შეგვიძლია დავყოთ ორ მსხვილ ნაწილად, ეს არის descriptive statistics, ანუ აღწერითი სტატისტიკა და inferential statistics, ანუ დასკვნითი სტატისტიკა. აღწერითი და დასკვნითი. აღწერითი სტატისტიკა აღწერს მოვლენებს, ხოლო დასკვნითი სტატისტიკა ამ აღწერის საფუძველზე აკეთებს დასკვნებს მონაცემების შესახებ. და მოდით აი ისე ცოტა სახალისო რომ იყოს, დავიწყებ ერთი ასეთი ექსპერიმენტით. არ ვიცი თქვენ თუ გინახავთ ასეთი გალტონის დაფა. აი ეს არის გალტონის დაფა. ცოტა შუქი ურტყავს. მაგრამ რომ შეხედოთ რა არის, ნახეთ, აქ არის ბურთულები გათავსებული, რომლებსაც მე ცოტა ხანში ჩამოვყრით ამ ბურთულებს. ეს ბურთულები აი ამ ლურსუნებზე მოხვდებიან, რომელიღაც მიმართულებით გადანაწილდებიან. და შემდგომ ჩაიყრებიან, აქ აქვს, ნახეთ, დანაყოფები აქვს. სხვადასხვა დანაყოფებში განაწილდებიან. უნდა გავაკეთოთ აი ეს ექსპერიმენტი, ჩამოვყაროთ ბურთები, ოღონდ მე თქვენ დაგიმალავთ, აქ ქვემოთ სად განაწილდებიან ეს ბურთები. ეს გავაკეთეთ, ჩამოვყაროთ. გავმალე ქვედა ნაწილი. და როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება ბურთულები ქვემოთ განაწილებული? შევიდეთ ინტერაქციაში და თქვენი აზრი მაინტერესებს აი იმ დანაყოფებში როგორ არის ბურთულები გადანაწილებული. დავარაუდოთ თანაბრად. თანაბრად, კარგით. კიდევ როგორ ფიქრობთ? თანაბრად იქნება განაწილებული თუ შეიძლება სხვანაირად იყოს გადანაწილებული? რა თქმა უნდა შეიძლება იყოს სხვანაირად, მაგრამ ძირითადად თანაბარი. ხო, ალბათ არ მაქვს მეტი მონაცემი, რითიც შეიძლება რამე დავთვალო, სად შეიძლება იყოს უფრო მეტი ან ნაკლები. კი ბატონო, ახლა მე იმიტომ არ გეკითხები, ცხადია რომ სწორი პასუხი მიიღო, მე მაინტერესებს რა და რა მოსაზრებები აქვს. დავარაუდოთ. თანაბარი. კარგით, სხვა მოსაზრებაც თუ არის ჯგუფში? როგორ შეიძლება ცენტრალურ ნაწილში უფრო მეტი იყოს, იმიტომ რომ დახრის კუთხე რაღაცა შემაფერხებელი იყოს, რომ გვერდით სვეტებშიც თანაბრად გადანაწილდეს. კუთხეს რაც შეეხება, კუთხე ამ შემთხვევაში ყველგან დაახლოებით მეტნაკლებად თანაბრად ეცემა, ამისი რომ კუთხე არაფერ შუაშია. და შუაში ცენტრში როგორ ფიქრობთ, ეს ასე ვთქვათ, პირამიდისებურად იქნება თუ რაღაც უფრო სხვანაირი ფორმით? ცენტრში თუ მეტია? არა, ხო, შეიძლება ეგრევე ვივარაუდოთ. სამკუთხედისებურად. კარგით, ვინმე სხვა ხო არ ელოდება რაიმე სხვა ტიპის განაწილებას? გამარჯობა. გამარჯობა. არ ვიცი რამდენად სწორი მოსაზრება, გადატრიალების მომენტში იმ ხარეს მეტი წავიდეს, საერთოდ ვატრიალებთ. არ ვიცი. ხო, ნუ ამ შემთხვევაში მე რომ ვთქვათ, გვერდულად დამეჭირა და ნამდვილად წაიღებდა ერთ-ერთ მხარეს, მაგრამ ვინაიდან სწორად მეჭირათ თანაბრად, შეძლებს აგვარად ეს ყველაფერი თანაბრად უნდა, ანუ ის ფორმა უნდა შეენარჩუნებინა, რაც არის განზრახული და ჩაფიქრებული. მოდით ახლა გაჩვენებთ რა ფორმით განაწილდა. ეს არის ეგრეთ წოდებული ზარისებური ფორმა. ნახეთ? ნამდვილად ცენტრში მეტი არის. მოდი ეს არ არის ტიპური სამკუთხედი. ამ ფორმას უწოდებთ ჩვენ ზარისებურ ფორმას.
bell shape ინგლისურად პირდაპირ ასე უწოდებენ ასე ზარისებურად გადანაწილდა. ცენტრში ბევრია, კუდებში ნაკლები. რასაც განაპირობებს რა? ამ შემთხვევაში განაპირობებს ამას პირდაპირ ალბათური თეორია, რომ თითოეული ბურთულა, რომელიც ეცემა აი ამ notes ვეძახით ინგლისურად, ან nails, ამ ლუსმანზე, შანსი აქვს თანაბარი რომ გადახტეს ერთ მხარეს და მეორე მხარეს. და ეს ალბათობები, როგორც წესი, თუ თანაბრად განაწილდა, გადახტა მარცხნივ, გადახტა მარჯვნივ და ყველაზე ხშირად გვექნება ალბათობების კრებული, როდესაც მარჯვნივ მარცხნივ ყველაზე ხშირად გადახტა და ამიტომ ისევ ცენტრალური ადგილები დაიკავა ჩვენს განაწილებაში. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მარჯვნივ უფრო ხშირად გადახტა ან მარცხნივ. მაგრამ ესენი ბუნებრივია უფრო ცოტა არის, ამიტომაც კიდეებში არის უფრო ნაკლები განაწილებული. ნაკლები ბურთულა არის განაწილებული. ჩვენ რა გავაკეთეთ და რატომ განახეთ ეს? ჩვენ როდესაც აღვწერეთ ამ ბურთების მოძრაობა, გამოვიყენეთ ის ტერმინები, რომლებსაც ვიყენებთ ხოლმე სტატისტიკის დროს. ანუ ვთქვით, რომ ბურთები გადანაწილდნენ გარკვეული სიხშირით. აი ეს სიტყვები არის სტატისტიკური ტერმინები. ჩვენ ვიყენებთ ამას განაწილებას, distributions ინგლისურად და სიხშირეს, frequency. იმისთვის რომ აღვწეროთ სხვადასხვა მონაცემები როგორ გადანაწილდება სივრცეში. და მონაცემებს აქვთ ხოლმე ფორმა, ის როგორც ამ ბურთების განაწილებას აქვთ ფორმა, მონაცემებს აქვთ ფორმა. და ეს არის ყველაზე ლამაზი ალბათ სტატისტიკაში, რომ სხვადასხვა მონაცემებს შეიძლება ჰქონდეთ ერთნაირი ფორმა. და ეს ფორმები იყოს ძალიან კარგად აღწერილი, კარგად შესწავლილი და აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის მონაცემებისთვის იყოს ერთნაირი ფორმები. სტატისტიკას ერთ-ერთი პირველი რაც აინტერესებს ხოლმე არის როგორი ფორმა აქვს ამ მონაცემებს. ფორმა რომელიც ხასიათდება ერთის მხრივ თვითონ ფორმით, ანუ როგორი ფორმა აქვს და ეს ზარისებური ფორმა, რომელიც ჩვენ ნახეთ, არის ყველაზე ხშირად გავრცელებული და ცნობილი ფორმა. განაწილების ცნობილი ფორმა და ეს განაწილებები ცნობილია, აქვს თავთავიანთი სახელები და მათგან ერთ-ერთს ჩავხურავთ ამ ჩვენი ვებინარების ფარგლებში. ერთ-ერთს უფრო განსაკუთრებულად. ზარისებური ფორმა არის ყველაზე უფრო კარგად შესწავლილი და ყველაზე ხშირიც მოვლენებში. აი ისეთ შემთხვევაშიც კი როგორც იყო ბურთულების ჩამოვარდნა, ამ განაწილება მიიღო ზარისებური ფორმა და ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა ჩავატაროთ ეს ექსპერიმენტი ბურთებზე, ის ყოველთვის მიიღებს ასე ზარისებურ ფორმას. კიდევ არსებობს სხვადასხვა ტიპის ფორმები, შეიძლება მიიღოს ესეთი uniform განაწილება, ზოგადად, როდესაც თანაბარი, ანუ თანაბრად რო განაწილებული იყო რაღაც ეს იქნებოდა uniform distribution, მაგალითად, კამათლის გაგორების დროს ერთი ცალი კამათლის აქ მნიშვნელოვანია, რომ კამათელი უნდა იყოს ერთი. ერთი კამათლის გაგორების დროს რა რიცხვით შეიძლება დაჯდეს, ეს არის uniform distribution, ანუ თანაბარი განაწილება, ანუ თითოეულ მონაცემს 1-დან 6-მდე შანსი მოხვედრის აქვს დაახლოებით თანაბრად ამოვიდოდა და შესაბამისად ეს განაწილება იქნებოდა თანაბარი. ხო, სანამ სტატისტიკაზე გავაგრძელებთ, რაღაც გარკვეული ინფორმაციაც ვთქვათ, რა ახასიათებთ მონაცემებს. როგორი შეიძლება იყოს მონაცემები. ერთის მხრივ მონაცემი შეიძლება იყოს დისკრეტული ნიშნავს, რომ მონაცემა შეიძლება მიიღოს მხოლოდ კონკრეტული მნიშვნელობები. როგორიც არის დისკრეტული იყო ჩვენ შემთხვევაში ბურთების განაწილება, იმიტომ რომ შეიძლება ჩავარდეს მხოლოდ კონკრეტულ დანაყოფებში. შესაბამისად, რამდენი დანაყოფიც არის, მხოლოდ ეს ამ რაოდენობის მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს ბურთის მდებარეობამ. დისკრეტული არის კამათლის გაგორების შედეგად ან მონეტის აგდების შედეგად რა შედეგები შეიძლება მივიღოთ. მონეტის შემთხვევაში ავერსი და რევერსი, კამათლის შემთხვევაში 1-დან 6-მდე და ამ შემდეგ. არის ასევე უწყვეტი სიდიდეები, continuous სიდიდეები, როგორც არის მაგალითად სიგრძე. აი, როდესაც ადამიანის სიმაღლეს ჩვენ ვზომავთ, ეს არის უწყვეტი, იმიტომ რომ როგორც არ უნდა მილიმეტრის სიზუსტით გავზომოთ ადამიანის სიმაღლე, რაც უფრო დეტალურად ჩავალთ, ის სიმაღლე ზუსტად მილიმეტრზე არ მთავრდება. პროცენტი არის მაგალითად ანალოგიურად ერთ-ერთი უწყვეტი სიდიდე. ეს ერთი რაც ახასიათებს მონაცემს. მეორე რითიც ხასიათდება სიდიდეები, ეს არის შკალა. და ახლა ჩვენ ვხედავთ აქ მაგალითად ნომინალური, ორდინალური, ინტერვალური და რეიშიო შკალები. სუსტიდან ძლიერისკენ და რას ნიშნავს შკალა. აი მაგალითად დავახასიათოთ 4 სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც გვაქვს 10 და 20 და ნახავთ რომ ეს 10 და 20 სულ სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს დამოკიდებული.
პირველ შემთხვევაში დავუშვათ, რომ მივდივართ კორპორატიულ საღამოზე, სადაც მაგიდები არის გადანომრეული 1-დან 20-მდე, არის მე-10 მაგიდა და არის მე-20 მაგიდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-20 მაგიდასა და მე-10 მაგიდას შორის არ არსებობს პრინციპული განსხვავება და ნუმერაციაში ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობა. ეს არის ნომინალური სკალა. იგივე წარმატებით შეიძლებოდა მაგიდებისთვის მაგალითად ქალაქების სახელები გვეწოდებინა. მეორე სკალა ეს არის ორდინალური სკალა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ყავს 20 სტუდენტი ან 20 მოსწავლე, რომლებმაც მიიღეს გარკვეული ქულები და ეს ქულები დავალაგეთ ზრდადობით. და ვნახეთ, რომ პირობითი მათე ზრდადობით, ანუ ყველაზე დაბალქულიანი არის პირველი ნომრი და ყველაზე მაღალქულიანი მე-20 ნომრით. და პირობით მათეს აქვს 67 ქულა მიღებული და არის მე-10 ადგილზე. ხოლო რაღაც პირობით ნინოს აქვს მიღებული 94 ქულა და არის მე-20 ადგილზე, ანუ ყველაზე საუკეთესო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-20 ადგილი მე-19-ზე უკეთესია, მე-19 მე-18-ზე უკეთესია და შემდეგ მე-20 ცალსახად მე-10-ზე უკეთესია, მაგრამ არ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად უკეთესია. მაგალითად, არ შეგვიძლია ვთქვათ, მე-15 ადგილი მათესთან უფრო ახლოს არის თუ ნინოსთან. ეს არის უკვე ორდინალური სკალა, როდესაც მონაცემების rankings, ანუ თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ინტერვალების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. და CFA-ის განმავლობაში ჩვენ რაღაც მომენტში შეგვხვდება ორდინალური სკალაც, ranking-ი, როდესაც ranking-ის გატესტვა დაგვჭირდება და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ზუსტად ორდინალური სკალა, როდესაც მონაცემებზე სტანდარტულ ოპერაციებს ვერ ვაკეთებთ. სხვა უფრო დეტალური ანალიზის საშუალება არ აქვს, მაგრამ გარკვეული გატესტვის საშუალებას მაინც იძლევა. ეს არის ერთ-ერთი სუსტი სკალა. ამის შემდგომი უფრო ძლიერი სკალა არის ინტერვალური სკალა. ბოდიში ვერ გავიგე რაღაც შეიძლება არ ჩაგიკითხავ. კი, რასაკვირველია. ანუ ასე ამ შემთხვევაში მაგალითად როცა კონკრეტული ქულები ვიცოდით სტუდენტების, რატო არ შეგვეძლო რომ შეფასება გაგვაკეთებინა, რომელი იყო რომელზე უპირატესი? ქულაკი, ანუ ორდინალური სკალა ნიშნავს იმას, რომ გვეუბნება, რომ მათე არის მე-10 ადგილზე, ნინო არის მე-20 ადგილზე და თუ ქულები არ ვიცი და ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ადგილები. ქულები არ ვიცით, გასაგებია. აი, მაგალითად, ქულები მასწავლებელ მაინც ის, მაგრამ ჩვენ გვითხეს მხოლოდ და მხოლოდ ადგილები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევადარებთ ზუსტად ნინომ რამდენად აჯობა ამ კონკრეტულ ტესტში მათეს. ანუ ინტერვალი არ არის თანაბარი. როგორ? ბარემეც რომ მკითხოთ, სანამ გააგრძელებთ. დისკრეტული და უწყვეტი რომ თქვით, ეს ცალკე ჩამონათვალი იყო თუ ამ სკალების ახება? სლაიდზე არ არის, უბრალოდ ხო, სხვა მახასიათებელია კიდევ. მაგალითად, ორდინალური სკალა არის დისკრეტული სკალა. ინტერვალური და რეიშიო სკალები როგორც წესი უწყვეტია, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს კი. ანუ მსხვილი მუხლებია დისკრეტული და უწყვეტი და სხვა მახასიათებელია, ხო? კი, სრულიად სხვა მახასიათებელია. კი. მადლობა. ანუ ახლა სხვანაირად ვახასიათებთ. ხო, ორდინალურ სკალაზე, მაშინაც კი, როდესაც ქულები ვიცით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, ანუ ნახეთ, ჩვენ არ ვიტყვით, რომ ეს ინტერვალები არის თანაბარი. მოდი ესე ვთქვათ, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინო მათეზე მეტია, თუ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია ნინომ და მათემ რამდენი ქულა მიიღო, შეგვიძლია მაშინ დამატებით ვთქვათ, რამდენად უკეთესად წერა ნინომ, მაგრამ მე-20 ადგილზე რო არის ნინო და მე-10 ადგილზე არის მათე, ეს არ ნიშნავს, რომ ნინო მათეზე 20 ჯერ მეტია. ანუ ინტერვალის შესახებ მხოლოდ ეს მე-20 და მე-10 ადგილი ინტერვალის და სიდიდის შესახებ არ გვაძლევს ინფორმაციას, მხოლოდ და მხოლოდ რომელზე უპირატესია. მხოლოდ ამის შესახებ გვაძლევს ორდინალური სკალა ინფორმაციას. ინტერვალური სკალის მაგალითი არის, ვთქვათ, თბილისში არის 10 გრადუსი ცელსიუსით სითბო, ბათუმში არის 20 გრადუსი ცელსიუსით. 20 გრადუსი 10 გრადუსზე ორჯერ მეტი არ არის, როგორც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს. ინტერვალები თანაბარია, ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ თუ ხაშურში არის 15 გრადუსი ტემპერატურა, თბილისში ხაშურში ზუსტად იმდენად თბილა თბილისთან შედარებით, რამდენადაც თბილა ბათუმში ხაშურთან შედარებით. ანუ ინტერვალები უკვე თანაბარია, მაგრამ არა ორჯერ მეტი, ანუ 20 10-ზე ორჯერ მეტი არ არის. ამას განაპირობებს ის, რომ ტემპერატურაში ცელსიუსში და ფარენგეიტშიც 0 არ არის აბსოლუტური 0.
ათულას არ ვაკეთებ აბსოლუტური ნულიდან, არამედ ნული არის პირობითად დასმული სადღაც, ამ შემთხვევაში წყლის გაყინვის ტემპერატურაზე. ამიტომაც 2 გრადუსი 1 გრადუსზე ორჯერ მეტი არ არის, არც ცელსიუსში და არც ფარენჰეიტში. და 20-ზე ორჯერ მეტი არ არის. თუმცა ინტერვალები ყველგან არის თანაბარი. ეს არის ინტერვალური სკალა. და measurement-ის გაზომვის ყველაზე მაღალი ხარისხი არის ratio სკალა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20% 10%-ზე ორჯერ მეტია და ორჯერ უკეთესია, თუ რა თქმა უნდა უკეთეს ამაში ვსვამობთ. მაგალითად, თუ 20% გვერიცხება უკეთესია, თუ სესხზე ვიხდით უარესი, ხო? $20 $10-ზე ორჯერ მეტია, ან დოლარიც შეიძლება ratio სკალაში იყოს, როდესაც ნული არის აბსოლუტური ნული, ინტერვალები თანაბარია და ორჯერ მეტობა ნიშნავს, რომ ორჯერ მეტი სიდიდე ნიშნავს, რომ მართლაც ორჯერ მეტი არის ერთი სიდიდე მეორეზე. ანუ მათ შორის არის ისეთი დამოკიდებულება, სიდიდეებს შორის არის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც არის კოეფიციენტებში. აი ესეთი 4 ტიპის მონაცემები არსებობს. და ამის ცოდნა გვჭირდება ხოლმე მაშინ, როდესაც მონაცემებს ვამუშავებთ. ჩვენ როდესაც ადგილები გვაქვს, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინომ მათეზე ორჯერ უკეთესი შედეგი დადო მარტო იმიტომ, რომ მე 20 ადგილზეა და მათე მე-10-ზე. ინტერვალურ სკალაზეც არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცაზე ორჯერ უკეთესია. მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერვალები თანაბარი. ესეც ესე ვთქვათ, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შემდგომ სადღაცას თუ წააწყდებით, გეცოდინებათ. ახლა ისევ დაუბრუნდეთ განაწილებებს და მოდით აი ესეთ განაწილებას განახებთ. ამ შემთხვევაში მონაცემები გვაქვს ეს არა გვინდა ეს. ეს არის ასეთი ინდექსის S&P 500-ის მონაცემები. ინდექსი არის ჰიპოთეტური პორტფელი, ამასაც CFA-ში მე შეისწავლით. ეს არის წარმოსახვითი პორტფელი, რომელიც მოიცავს ნიუ-იორკის ბირჟაზე განთავსებული 500 უმსხვილესი კომპანიის აქციებს. და ამ 500 უმსხვილესი კომპანიის აქციები რომ გქონდეს, აქციების პორტფელი რომ გქონდეს, ეს პორტფელი რა შემოსავლიანობას დაწერდა? ეს არის S&P 500, 500 აქედან. ნუ სტანდარტად პორცის მიერ შემუშავებული ინდექსი, რომელშიც შედის ნიუ-იორკის ბირჟაზე დალისტული 500 უმსხვილესი კომპანიის აქციები. ჩვენ რო გადავავლოთ თვალი ამ შემოსავლებს დაარსების დღიდან 1926 წლიდან, 100 წელი უსრულდება მალე 2024-მდე, ჩვენ ვხედავთ, რომ აი ესეთი პროცენტული შემოსავლები ჰქონდა აი ამ პორტფელს. ზოგ შემთხვევაში უარყოფითი, ზოგ შემთხვევაში დადებითი. ეს მონაცემები გვაქვს და რა ვუყოთ ახლა ამ მონაცემებს? როგორ დავახასიათოთ? ერთი შეგვიძლია ტრენდი ავაგოთ, მაგალითად, დავიტანოთ გრაფიკზე და შევხედოთ ტრენდს, როგორ იცვლება. თუმცა ტრენდები ამ შემთხვევაში სტატისტიკისთვის იმდენი ინფორმაციას არ მოგცემს, მით უმეტეს თუ ჩვენ გვინდა შევაფასოთ, მაგალითად, რა იყო საშუალო შემოსავლიანობა. რამდენი იყო შანსი, რომ ეს საშუალო შემოსავლიანობა არ მეგვეღო წარსულში. ან მომავალში გვინდა შევაფასოთ და დავფიქრდეთ, მომავალში რა იქნება შემოსავლიანობა, მომავალში როგორ იქნება გაფანტული და რა შანსით გვექნება ამაზე მეტი შემოსავალი, ამაზე ნაკლები შემოსავალი და ამავდროულად. ეს თუ გვინდა გავაკეთოთ, მაშინ ჩვენ ამ მონაცემებს ჩვენ ეს მონაცემები ცოტა უნდა სტრუქტურა შევუცვალოთ. სტრუქტურიზება გავუკეთოთ. კონკრეტულად უნდა დავალაგოთ ზრდადობით. ამ შემთხვევაში ეს თვით ძალიან გამოწვიეს. ეს დავალაგოთ ზრდადობით. ეს არის იგივე მონაცემები, რასაც ბესვეთში. ოღონდ დალაგებულია ზრდადობით -43-დან 53.99-მდე. ანუ ყველაზე დაბალი მონაცემი, რომელიც ამ 98 წლის განმავლობაში უჩვენებია S&P 500-ს არის -53.34%. საინტერესო ეს როდის იყო, შეიძლება სადმე დიდ დეპრესია, აი 1931 წელს 43-34-ია. 29-ში დაიწყო დიდი დეპრესია, მაინც გაგახსენებთ და ისე იგი ამ პერიოდში არის ყველაზე ესეთი დაბალი მონაცემები. მაშინ როცა მაგალითად მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, როდესაც ამერიკა ჩაერთო, პირიქით მაღალი შედეგები ჰქონდა S&P 500-ს. 33-შიც ესეთი კარგი შედეგი ჰქონია, როგორც ჩანს წინა წლების რეკავერი ჰქონდა. ეს იგი 43.34-დან 53.99-მდე.
რა შეიძლება გითხრას ამდეითამ, აქამდე მივედით, რომ დავალაგეთ ზრდადობით და მონაცემების ფორმა გვაინტერესებს. აი როგორც ბურთების შემთხვევაში დავინახეთ, როგორი ფორმა ქონდა, აქაც გვაინტერესებს, როგორი ფორმა აქვს აი ამ ყველაფერს. მენდი აქაც ეს დავმალოთ ჯერჯერობით ასე. ფორმა რომ გავიგოთ, გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. ის კი ჩვენ ხედავთ, რომ -53-დან +55-მდე მერყეობს და აი ეს მთელი რეინჯი რაც არის, დავყოთ ინტერვალებად. ამ შემთხვევაში დავყოთ 1000%-იანი ინტერვალებად -50-დან -40-მდე, -40-დან -30-მდე, ეს ახლა გავაკეთე სანამ ვებინარს დავიწყებდით. 1000%-იანი ინტერვალებია და ვნახოთ თითოეულ ინტერვალში რამდენი ცალი მონაცემი მოხდა. მაგალითად -50-დან -40-მდე მოხდა ასე იყოს 1, ეს არის სულ -40-დან 30-მდე მოხდა ეს 2 ცალი. ხო, -37 და -35-იანი, -30-დან -20-მდე არის აი ეს 3 ცალი, შემდეგ არის 6 ცალი და შემდეგ. კიდევ გვაქვს ჩამოწერილი. ანუ ჩამოვწეროთ სიხშირეები, frequency. თითოეულ ინტერვალში რა სიხშირით მოხდა ესა თუ ის მონაცემი. ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ სიხშირეები აბსოლუტურ ნიშნულობაში, აბსოლუტურ მაჩვენებელში. ანუ რამდენი ცალია და შეგვიძლია ასე გამოვსახოთ ფარდობითი სიხშირით, რაც ნიშნავს, რომ თუ სულ არის 98 მონაცემი, ახლა ვხედავ, მეფარება, 99 მონაცემი თუ არის, აი ეს 1 ცალი 99-დან დაახლოებით 1%-ია და შემდეგ დათვლილი არის პროცენტები. ასე რომ ცოტა გავშალოთ, ბუნებრივია ზუსტად 1 არ იქნება, ცოტათი მეტი იქნება, ხო? ასე. იმიტომ რომ 100% უნდა მოგვწეს. აი ესე გამოვსახეთ სიხშირეები თითოეულ ინტერვალში რამდენი ცალი მონაცემი მოხდა და ახლა უკვე ეს სიხშირეები გადავიტანოთ და შევხედოთ გრაფიკზე. უკვე შევხედოთ გრაფიკზე როგორ არის განაწილებული, ანუ distributed და ჩვენ თუ შევხედავთ ფლად ისეთი სრულყოფილი ზარი არ არის, როგორც ბურთებზე ვნახეთ, მაგრამ მაინც წააგავს. ანუ აქაც გამოიყოფა რაღაცა ცენტრი აქვს მონაცემებს, სადღაც აქ აქვს ცენტრი. შემდეგ იკლებს და გვერდებში ესე ზარივით გადის ბოლოებში, ყუდებსაც უწოდებთ ხოლმე ამას. ეს არის ჩვენი სიხშირის განაწილება, ანუ მაგერ სიხშირეები და მათი განაწილება. და ეს სიხშირის განაწილება გვაძლევს ინფორმაციას, როგორი ფორმა აქვს აი ამ მონაცემებს. და რეალურად ძალიან ბევრ რაღაცას გვეუბნება. გვეუბნება იმას, რომ ყველაზე ხშირად აი ეს ინდექსი წერს შემოსავლიანობას 10-დან 20%-მდე. ასევე როგორც წესი, ძირითადად მერყეობს -10-დან +40%-მდე, ხო? აი ამასაც ხედავთ. თუმცა ასევე გაფანტულია და შეიძლება იყოს დიდი გადახრები, განსაკუთრებით მინუსების მხარეს. ანუ ეს მონაცემები არის ცოტათი ასიმეტრიული, ცოტათი გადახრილი. მაგრამ მაინც ფორმა დაახლოებით ვიცით. ესე იგი, რაც გვჭირდება მონაცემების შესახებ, ეს არის რომ ვიცოდეთ ზოგადად როგორი ფორმა აქვს, ანუ თანაბარია, ზარისებურია, ასიმეტრიულია თუ ასიმეტრიულია, რომ მხარის არის გადახრილი მარჯვნივ თუ მარცხნივ და შემდეგ. და ასევე გვჭირდება კიდევ 2 რამე რომ გავზომოთ. ერთი გავზომოთ, სად აქვს ცენტრი და ცენტრის საზომად ჩვენ ვიყენებთ ცენტრალური ტენდენციის საზომებს, ასე უწოდებთ. Measures of central tendency. ცენტრალურ ტენდენციის საზომებს, სად აქვს ცენტრი. და მეორე, რასაც ვზომავთ, არის აი ამ ცენტრიდან რამდენად გაფანტულია მონაცემები. Measures of dispersion. გაფანტულობა ცენტრის გარშემო. ეს 2 რაღაც არის, ანუ 3 რამ რეალურად. პირველი როგორი ფორმა აქვს, მეორე სად აქვს ცენტრი და მესამე როგორ არის ამ ცენტრის გარშემო გაფანტული. ეს არის ის ძირითადი, რომელიც ფაქტიურად ყველა განაწილების შესახებ გვაინტერესებს ხოლმე. ისევ და ისევ სანამ მოდით მოვყვებით რა როგორ ვზომავთ ცენტრალურ ტენდენციას, როგორ ვზომავთ გაფანტულობას, მოდით კიდევ ერთ მონაცემს გაჩვენებთ. და ამ შემთხვევაში გადავდივართ აი ასეთ აი ასეთ მონაცემზე. ახლა აქ გვაქვს რა? ეს არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. დღეს ანალოგიურად დავსერჩე და როგორც აღმოჩნდა, მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, TUMS,
ყავს სადღაც 52,000 სტუდენტი. ალბათ თავის ფილიალებიანად დეტალებში აღარ შევსულ ვარ. 52,000 სტუდენტის სიმაღლე რომ დაგვაინტერესებს 52,000-ს ან ვერ გავზომავთ, ან დაგვიჯდება ძალიან ძვირი. 52,000 ადამიანი რო სათითაოდ გავზომოთ. ამიტომ, როდესაც გვინდა რომ შევაფასოთ რაღაც პოპულაცია არის რაღაცის სრული სიდიდე. აი იგივე რომ დაუბრუნდეთ აქციებს, მაგალითად, ამერიკის, იგივე ნიუ-იორკ Stock Exchange-ზე დალისტული ყველა კომპანია ეს არის ამ კომპანიების სრული პოპულაცია. ან კიდე უფრო დიდ პოპულაციაზე გავიდეთ, როგორიც არის მთლიანად ყველა ამერიკის კომპანიების, ამერიკის საჯარო კომპანიების, ან ყველა ამერიკული კომპანიის შემოსავლიანობა თუ გვაინტერესებს. ეს იქნება ძალიან დიდი პოპულაცია, რომელსაც ვერ გავზომავთ. და თუ ჩვენ გვინდა რომ პოპულაციის შესახებ რაღაც ინფორმაცია ვიცოდეთ, როდესაც ეს პოპულაცია ძალიან დიდია და ყველა მის მონაცემს ვერ გამზომავთ, როგორც წესი, ვიღებთ რაღაც შერჩევას, რეპრეზენტაციულ შერჩევას, ანუ ისეთ შერჩევას, რომელიც არის დაკვირვებადი და რომელსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, გავზომოთ, სტრუქტურირება გავუკეთოთ შემდგომ ნამდვილითაც, ანუ დაკვირვებადი მონაცემები უნდა ავიღოთ, გარკვეული, ამას უწოდებთ samples. ესე იგი პოპულაციის შესახებ დასკვნის გასაკეთებლად ვიღებთ samples, შერჩევას და ამ შერჩევიდან გამომდინარე ვაკეთებ შემდგომ დასკვნას პოპულაციაზე. ასე აიღეს 4,000 სტუდენტის მონაცემი, დილით, როდესაც მოდიოდნენ უნივერსიტეტში, ზომავდნენ მათ სიმაღლეს. აი, ყველა სტუდენტის სიმაღლებს ასე ცალსაკე ზომავდნენ. აი, მაგალითად, მოდით, პირველი 100 სტუდენტის, ამ შემთხვევაში 102 სტუდენტის, 100 სტუდენტის სიმაღლები გაზომეს. ზოგი იყო აგერ, ვიღაც იყო საშუალოზე ბევრად დაბალი 158 სანტიმეტრი, ვიღაც იყო საშუალოზე ბევრად მაღალი 199 და 69 სანტიმეტრი. ძირითადად არის სადღაც აქ ცენტრში თავმოყრილი. შეგვიძლია შემდეგი 100-იც ასე ზომავენ და ნიშნავენ აი ამ ნიშნულზე, სიმაღლის ნიშნულზე. როგორ ფიქრობთ, დაახლოებით როგორი ფორმა ექნება აი 4,000 სტუდენტის გაზომვით მიღებულ სიხშირეები, როგორ განაწილდება? აი კიდე ფორმა ექნება. ზართან ახლოს, კი, მართალია. ზარის მსგავსი ფორმა ექნება. აგერ 4,000 სტუდენტის სიმაღლე. ხო, ჩვენ რა შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ ეს არის ბიმოდალური მონაცემები, ან ნახეთ, ორი ცენტრი აქვს. ორი გამოკვეთილი ცენტრი აქვს, თუმცა სხვები შეინიშნება, ალაგ-ალაგ, რაც შეიძლება იყოს მაგალითად იმის გამო, რომ აქ არის ორივე სქესი. ბიჭები, რომლებიც უფრო მაღალია და ქალები, რომლებიც უფრო დაბალია, ამის გამო სავარაუდოდ ორი ცენტრი აქვს და ანუ ორი მოდა გააჩნია, ბიმოდალური ამას ნიშნავს, ორმოდიანი მოდა არის ისეთი მონაცემი, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება მონაცემებში. ესე იგი ეს არის სავარაუდოდ ბიმოდალური, მაგრამ მაინც ესე გამოკვეთილი ზარისებური ფორმა აქვს ამასაც. ეს იყო სიმაღლე. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს S&P 500-ს და როგორ გავზომოთ ცენტრი. რა არის ცენტრი? პირველი რასაც ცენტრზე ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ცენტრალური ტენდენციის ყველაზე კარგი საზომი, ეს არის საშუალო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ საშუალოს და Excel-ში ვიყენებთ averages ფუნქციას, თუმცა უფრო სრული სახელი და სწორი სახელი ამისთვის არის არითმეტიკული საშუალო. არითმეტიკული საშუალო ნიშნავს იმას, რომ ავიღეთ ეს ყველა მონაცემი და გავყავით მათ რაოდენობაზე. შევკრიბეთ და გავყავით რაოდენობაზე. -53-დან +55-მდე და ყველა გაიყო 99-ზე და მივიღეთ, რომ საშუალო მონაცემი არის 12.39%. ეს არის საშუალო შემოსავლიანობა. სხვა ცენტრალური ტენდენციის საზომებიც არის. მაგალითად, ვიპოვოთ ისეთი მონაცემი, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება. ახლა ამ დეითაში აღარ გამოვიტანე, ასეთი ორი მოდა ქონდა ამ მონაცემს, ერთი იყო 6%-თან ახლოს და ერთი იყო 11 და რაღაცა, 11.96. სადღაც შუაშია, თუმცა ეს დამთხოვით შეიძლება სხვაგანაც იყოს. სადაც ყველაზე მეტი მონაცემია, როგორც წესი, იქ იყრის ხოლმე მოდა თავს. და არის კიდევ ერთი ესეთი კარგი საზომი, ავიღოთ ზუსტად შუა მონაცემი. ახლა ხო გვაქვს ზდადობი დალაგებული, ხო 99. ავიღოთ 50 მონაცემი. 50 იქნება ალბათ ესა. მაგრამ 15-დან 0-ს მიჩვენა. ხო, არის მეორე დაიწყება. აი ეს 50 მონაცემი 99-ში იქნება ზუსტად შუა მონაცემი და აი ავიღოთ ეს მონაცემი როგორც ყველაზე შუალა. სინამდვილეში ისიც და ისიც არის შუა მონაცემი. და ორივე ზომავს ცენტრალურ ტენდენციას გააჩნია, როდის რა გვჭირდება.
გააჩნია რა არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და მონაცემების დასახასიათებლად ხან ერთი დაგჭირდება, ხან მეორე დაგჭირდება. არის კიდევ ასეთი საზომი გეომეტრიული საშუალო, ანუ ჩვენ ვთქვით, რომ average არ არის უბრალოდ საშუალო, ეს არის არითმეტიკული საშუალო, რაც ნიშნავს, რომ შევკრიბეთ ყველა და გავყავით რაოდენობაზე. არსებობს კიდევ გეომეტრიული საშუალო, რომელიც არის ყველა მონაცემი გამრავლებული ერთმანეთზე და გაყოფილი გამრავლებული ერთმანეთზე და ამოყვანილი იმ ხარისხის ფესვი რამდენი მონაცემიც გვაქვს. თუმცა, როდესაც პროცენტებზე გვაქვს საუბარი, ჩვენ პირდაპირ არ ვამრავლებთ ხოლმე მონაცემებს. გამოვიყენოთ ეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და აი ასეთი რაღაცაც გავიხსენოთ. დაუშვათ დაბანდებული ქონდა $1 და წლის ბოლოს ეს ჩვენი $1 იქცა $1.20. რამდენი პროცენტით გაიზარდა ჩვენი ინვესტიცია? 20. 20%-ით. მაგრამ რამდენჯერ გაიზარდა? 1.2-ჯერ. 1.2-ჯერ. კი. ანუ ჩვენ თუ გვაინტერესებს რამდენჯერ იზრდება, მაშინ ერთიანს უნდა დავუმატოთ აი ეს პროცენტი. ანუ ეს 20% უნდა დავუმატოთ საწყის ერთიანს. ეს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან, ანუ რამდენი პროცენტით არის 20%-ით და რამდენჯერ არის 1.2-ჯერ. და გეომეტრიული საშუალოს გამოყვანის დროს ჩვენ დავთვალოთ არა რამდენი პროცენტით იზრდება ეს პროცენტები ხო არის რამდენით იზრდება, არამედ რამდენჯერ იზრდებოდა თითოეული მონაცემი. 20%-ით გაიზარდა ნიშნავს, რომ 1.2-ჯერ გაიზარდა, 15%-ით გაიზარდა ნიშნავს, რომ გაიზარდა 1.15-ჯერ. 10%-ით შემცირდა ნიშნავს, რომ გაიზარდა 0.9-ჯერ. 0.9-ჯერ გაზრდა, ანუ 0.9-ზე უნდა გავამრავლოთ მაინც. ოკეი, ეს 0.9-ჯერ გაზრდა, რეალურად გაზრდა არა და კლება, მაგრამ არითმეტიკულად ეს არის 0.9-ზე გამრავლება. ესე იგი, მაგალითად, -53%-ით კლება ნიშნავს, რომ გაიზარდა 0.56-ჯერ, ანუ ყოველი დაბანდებული $1 იქცა 57 ცენტად, ხო? და გეომეტრიული საშუალოს დასასრულებლად და ეს უკვე შეგხვდებათ თქვენ CFA-ის კურსში, თქვენ უნდა გაასაშუალოოთ არა უშუალოდ პროცენტული ნაზრდები, რამდენი პროცენტით იზრდება, არამედ რამდენჯერ იზრდება. აი ესენი, აქ Excel-ში გამოვიყვანეს, ერთს დაუმატე ეს პროცენტული ნაზრდი, უბრალოდ აბსოლუტურ მნიშვნელობაშია და 100-ზე გაყოფა დამჭირდა. შესაბამისად, აქ გვაქვს რამდენჯერ იზრდებოდა და შემდგომ ამათი ნამრავლიდან ამოყვანილი 99 ხარისხის ფესვი ეს მოგცემს ჯამში საშუალოდ რამდენჯერ გაიზარდა. აი მოდით გამოვაკლოთ, ესე იგი საშუალო წლიური ნაზრდი ყოფილა 1.10. და თუ გვაინტერესებს საშუალო წლიური ნაზრდი რამდენი პროცენტი, ამას ისევ ერთიანი უნდა გამოვაკლოთ და მივიღებთ, რომ საშუალო წლიური ნაზრდი ყოფილა 10.94%. ეს არის ჩვენი გეომეტრიული საშუალო. კლასიკურად გეომეტრიული საშუალო ეს არის ნამრავლი და ამოყვანილი იმ ხარისხის ფესვი რამდენი მონაცემიც გვაქვს, მაგრამ პროცენტების შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ არა პროცენტების გამრავლებიდან ფესვს, არამედ ნაზრდებიდან, ანუ რამდენჯერ იზრდებოდა ინვესტიცია თითოეული წლის განმავლობაში, ამათ ვასაშუალოებთ გეომეტრიულად. ეს მერე უკვე დაგჭირდება, როდესაც დავითვლით time weighted money returns პორტფელის მართვაში. მალევე დაგჭირდება CFA-ის პირველივე თავებში გვხდება ეს, ანუ რაოდენობრივ მეთოდებში მალევე შეგვხდება ეს ნაწილი. ასე რომ აქაც ცოტა წინ წავიგდოთ საქმე. გეომეტრიული საშუალო როგორც წესი არითმეტიკულ საშუალოზე ნაკლებია ხოლმე. რაც შეეხება მედიანასა და მინს, ანუ საშუალოს შორის თანაფარდობას. გააჩნია როგორ არის მონაცემები გადახრილი. ახლა მაგალითად ეს მონაცემები, როგორც თქვით, არის ასიმეტრიული. სიმეტრიულ მონაცემებში ესენი უდრის ერთმანეთს, როგორც წესი ერთ ადგილას არის ერთმანეთის ტოლია. ასიმეტრიული მონაცემების დროს მინი არის ხოლმე წამოწეული უფრო გრძელი კუდისკენ. მედიანა არის ხოლმე წერვალთან ახლოს და პიკთან არსებული მონაცემები, როგორც წესი არის ხოლმე მოდალური მონაცემები, თუმცა აქ ვინაიდან ჩვენ არა გვაქვს ესეთი გამოკვეთილად დისკრეტული მონაცემები ვინაიდან არა გვაქვს, ამიტომ მოდა აქ არ არის და სადღაც სხვაგან შეგხვდა და ესეც ბიმოდალური მონაცემები, ანუ რამდენგანმე იყო ორი მოდა გააჩნდა ამ მონაცემებს.
ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში მედიანა არის შუა წერტილი, აი მონაცემების ზუსტად შუა ადგილი, ხოლო მინი საშუალო არის ხოლმე, აი საითაც არის ახლა ამ შემთხვევაში მაგალითად აქეთკენ თქვენ როგორ ხედავთ, აი იქეთ მარცხნივ მხარეს არის გამოწერილი, ხო? აი ეს მარცხნივ საშუალო, აი ეს მინი აკეთებს ზუსტად ამას, რომ მარცხნივ გამოწელა ეს მონაცემები ჩვენი data-დან და ამიტომაც მედიანა გვაქვს მარჯვნივ, მინ გვაქვს ცოტათი მარცხნივ, აი, მედიანა 15-ია და მინი გვაქვს 12 და 20. ეს არის ცენტრალური ტენდენციის საზომები. ჩვენ რო გქონდეს ახლა აქ რაც დეტალური მონაცემები ყველაფრის, აქაც დავითვლიდით თავისუფლად means average, თუმცა გეომეტრიული საშუალო აქ არ დაგჭირდებოდა. ბარემ კიდე ერთი ნოუთი ჩავაგდოთ ჩვენი CFA-ისთვის, რომ გეომეტრიული საშუალო გვჭირდება ხოლმე პროცენტებზე, შემოსავლიანობაზე, როდესაც გვაქვს დროითი მწკრივი. აი დროში, როდესაც გვაქვს მონაცემები, მაგალითად პორტფელი გვეჭირა ამ შემთხვევაში 99 წლის განმავლობაში, ან თუნდაც 5 წლის განმავლობაში და გვაინტერესებს საშუალო რა შემოსავლიანობა დაწერა, მაშინ ვიყენებთ გეომეტრიულ საშუალოს. 5 წლიდან საშუალოდ რა შემოსავლიანობა ქონდა, მაგრამ თუ ერთ პორტფელში გვაქვს 5 სხვადასხვა ფასიანი ქაღალდი, რომლებსაც სხვადასხვა შემოსავლიანობა აქვს და გვაინტერესებს საშუალო შემოსავლიანობა რა არის, მაშინ გეომეტრიულს არა და არითმეტიკულ საშუალოს ვიყენებთ. რატომ ამაზე დღეს არ მინდა შეჩერება? მაგრამ ისეთი ძალიან თვალსაჩინო ახსნა აქვს ამას რიცხვებში. ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ლექციის შემდეგ ისეთი თვალსაჩინებით გაჩვენოთ რატომ. ესე იგი, თუ დროითი მწკრივი გვაქვს და გვინდა დავთვალოთ საშუალო შემოსავლიანობა, ვიყენებთ გეომეტრიულ საშუალოს, თუ გვაქვს ერთ პორტფელში სხვადასხვა შემოსავლიანობის მქონე ფასიანი ქაღალდების და საშუალო შემოსავლიანობა გვაინტერესებს, გამოვიყენებთ არითმეტიკულ საშუალოს, ანალოგიურად სიმაღლეებსაც გამოვიყენებთ არითმეტიკულ საშუალოს, ან მედიანას გაჩნია რა გვაინტერესებს. აი, როდესაც ითვლიან ხოლმე ქვეყანაში რა არის საშუალო ხელფასები, მაგალითად საშუალოზე უკეთესი მონაცემი, ანუ მინზე, არითმეტიკ მინზე უკეთესი მაჩვენებელი ხშირად არის ხოლმე მედიანური ანაზღაურება იმისთვის, რომ აუთლაიერები არის აი ეს მონაცემები, რომლებიც მკვეთრად არიან გადახრილი აქეთ-იქით კუდებში. საშუალოდან მკვეთრად გამორჩეული მონაცემები ან ზემოთ ან ქვემოთ. ხო, აუთლაიერებმა რომ ძალიან არ გადახარონ მონაცემები განსაკუთრებით ასიმეტრიულ დატაში, ასიმეტრიულ მონაცემებში, მაშინ ხშირად იყენებენ ხოლმე მინის ნაცვლად მედიანას. ჩვენ ყველაზე ხშირად დაგჭირდება მაინც მინი, უბრალოდ აი გააჩნია რომელი მინი. ეს როგორ ვითვლით მინს? ახლა რაც შეეხება როგორ ვითვლით გაფანტულობას. გაფანტულობის რამდენიმე საზომი არსებობს. ერთი საზომი არის, რომ პირდაპირ დავთვალოთ მთელი რეინჯი, საიდან სადამდეა გაფანტული. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ამ 54%-ს გამოვაკლოთ 53% და ვნახოთ, რომ თითქმის 100%-ზე არის გადაჭიმული, ანუ რა არის რეინჯი. არის კიდევ სხვა გაფანტულობის საზომები და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი საზომი, რომელიც ძალიან ბევრ ნიუანსს კარგად იჭერს მონაცემებში, არის standard deviation-ი, სტანდარტული გადახრა, რომელიც ითვლება შემდეგნაირად. აი ამ არითმეტიკული საშუალოდან გადახრები, აი 12.28-დან რამდენით არის თითოეული მონაცემი დაშორებული, ეს დაშორებუები აყვანილი კვადრატში, ესენი ერთად დაჯამებული და გაყოფილი იმაზე, რამდენი მონაცემის გვაქვს. თუ ეს არის პოპულაცია, მაშინ რამდენი მონაცემის გვაქვს, თუ არის შერჩევა, მაშინ აი რამდენი მონაცემის გვაქვს 100-1-ზე გაყოფილი. მაგალითად, ეს თუ შერჩევა არის და არა პოპულაცია, ჩვენ გავყოფდით 98-ზე, მაგრამ ვინაიდან სრული data გვაქვს, გავყოფთ 99-ზე. ესე იგი, თუ გვაინტერესებს standard deviation-ის დათვლა, ამას Excel-ში პირდაპირაც ვაკეთებთ, დევით, ესე. Standard deviation. მგონი შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ აი ამ მონაცემების. დათვალა 19.66% ყოფილა standard deviation-ი, ანუ გაფანტულობა. ეს არის ერთ-ერთი ესეთი კარგი საზომი. შეიძლება ცოტა კონტრინტუიტივურად გაჩვენოთ, რას ნიშნავს 19.66.
19.66 მაგალითად ისეთ ნორმალურ დეიტაში, როგორც არის ესეთი კარგი ზარისებური განაწილება. არის ის წერტილი, მოდი აი ეს გამოვიყენებ ახლა მე კალამს. თუ ამას ცენტრი აქვს სადღაც აქ. ხო? ჩვენ რომ მოვხაზოთ ახლა რა ფორმა აქვს აი ამ განაწილებას, ხო, სიმაღლების განაწილებას. ჩვენს განაწილებას ექნება აი ესეთი ფორმა, ნახეთ? რაღაც ესე ზარისებური, ხო? ესე. Standard deviation არის ის ზომა, როდესაც ეს ზარისებური ფორმა ამოზნექილობიდან ჩაზნექილობაში გადადის. აი ეს. დაახლოებით აი ეს მანძილი იქნება 1 ცალის standard deviation. ნორმალური განაწილების შემთხვევაში ეს მანძილი იქნება 1 ცალის standard deviation. და თუ ეს არის ესეთი სრულყოფილი ზარე, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სრულყოფილ ზარში გულისხმობ რას? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი განაწილება, გაუსის განაწილება, როგორც წესი უწოდებენ ხოლმე ნორმალურ განაწილებას. ნორმალური განაწილება არის იმდენად კარგად შესწავლილი, რომ ზუსტად ვიცით, რამდენ ცალ standard deviation-ში მონაცემთა რამდენი პროცენტია თავმოყრილი. მაგალითად, ჩვენ თუ აქ ვიცით, რომ 1 ცალის standard deviation-ი არის დაუშვათ, რამდენია? დაუშვათ 12 სანტიმეტრია. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ აი ცენტრიდან, რომელიც ამ შემთხვევაში არის ალბათ 175 სანტიმეტრი, ხო? სადღაც 175-ია. ამ 175 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრი აქეთ და 12 სანტიმეტრი აქეთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ სიმაღლეში, აი ამ სიმაღლეებში მოქცეულია მთელი სტუდენტების 68%. ამებზე ცოტა დეტალურად უკვე ალბათ კვირას ვისაუბრებთ, რაღაცით დავიწყებთ, მაგრამ მე კვირას გადავალთ უფრო დეტალურად ნორმალურ განაწილებასთან მუშაობაზე. დღეს ეს ვთქვათ, რომ ყველაზე კარგი ზარი, რომელიც არის სრულყოფილი ზარი, არის ძალიან კარგად შესწავლილი სიდიდედ და ძალიან პრაქტიკული. ყველგან სადაც კი მონაცემთა ანალიზი გვჭირდება. ძალიან ბევრი მიზეზით ეს არის ყველაზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განაწილება განაწილებებს შორის. იმიტომ რომ ყველა სიდიდე საბოლოო ჯამში, როდესაც ცდის რაოდენობები იზრდება, ყველა სიდიდე თანდათან მიდის ზარამდე და ჩვენ რა დავინახეთ ახლა როგორი ტიპის განაწილებებს უყურეთ დღეს? ნახეთ მაგალითად ბურთულების განაწილება, ხო? რომელიც იყო აქ როგორ გადანაწილდა ჩვენი ბურთულები. ანუ რეალურად რა გავაკეთებთ აქ რო გვესმოდეს? იგივე წარმატებით ჩვენ შეიძლებოდა ერთი ბურთულაც მოგვეგდო და ეს ბურთულა სადღაცას დაჯდებოდა. მე ხელახალ გაგვიმეორებინაც და აი რამდენი ბურთიც არის აქ კი არ ვიცი რამდენია დაუშვათ 500 ბურთია ხო? ეს ნიშნავს რომ ბურთზეც და ჩავატარეთ 500 ჯერ უბრალოდ 500 ერთად ჩავატარეთ და დავინახეთ რას გააკეთებდა 500 ზრდის შემთხვევაში ერთი ცალი ბურთულა. ეს იყო ერთი ტიპის მონაცემი, რომელიც იყო აი აქ რო კიდევ დაემატოს კიდევ მეტი საფეხურის საშუალება იყოს ამ ჩვენს გალტონის დაფაზე, კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი ზარის ფორმას მიიღებდა. ასევე მე ვნახეთ სიმაღლეებში, როდესაც სიმაღლეები თითქმის სრულყოფილი ზარის ფორმით განაწილდა. ასევე ვნახეთ ჩვენი S&P 500-ის შემოსავლიანობის განაწილება, რომელიც სრულყოფილი ზარი არ იყო, მაგრამ მაინც ზართან მიახლოებული ფორმა მიიღო. ეს იგი რა ტიპის მონაცემი გქონდა. პროცენტების შემთხვევაში S&P 500-ის შემთხვევაში ჩვენ გქონდა ისტორიული მონაცემები. და დავაკვირდით ისტორიულ მონაცემებს. ისტორიული დაკვირვებადი ისტორიული მონაცემები, ანუ ისეთი ისტორიული მონაცემები, რომლებზეც დაკვირვება იყო შესაძლებელი. სიმაღლეების შემთხვევაში ჩვენ გქონდა არა ისტორია, არამედ შერჩევა საერთო პოპულაციიდან. ანუ საერთო პოპულაცია იყო პუმის სტუდენტები, ყველა 52,000, აქედან 4,000-იანი შერჩევა, რომელიც იყო სრულიად შემთხვევითი შერჩევა, ვინც პირველი 4,000 მოვიდა იმათი სიმაღლეები გაზომეს. აი ამ შერჩევას დავაკვირდით და ამ შერჩევას თავისი განაწილება ჰქონდა და ეს გავაკეთეთ. ალბათ იმისთვის, რისთვის შეიძლება გაგვიკეთებინა, რომ სავარაუდოდ პოპულაციის შესახებ გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, ხო? ესე იგი, თუ ჩვენ შეგვიძლია 4,000 სტუდენტის სიმაღლე გავზომოთ, ეს მე ალბათ რაღაცნაირად შეიძლება პოპულაციაზე გავავრცელოთ. ანუ ეს არის descriptive და inferential. descriptive ნაწილში ვტრიალებთ. ანუ
მხოლოდ და მხოლოდ აღწერით ვიფარგლებით. მერეც თითქოს inferential-ისკენ, ანუ დასკვნითისკენ, როცა დავიძრებით, თავიდან მაინც ვიტრიალებთ, თავიდან ისევ აღწერით ნაწილში ვიტრიალებთ მაინც. ბურთულების შემთხვევაშიც ეს იყო აღწერა, ცდების აღწერა, ანუ ბევრი სხვადასხვა ცდა აღვწერეთ და ჩავიწერეთ. იგი სრულიად სხვადასხვა ტიპის მონაცემებზე ჩვენ შევძელით, რომ გვენახა მონაცემების სტრუქტურირება მოგვეხდინა და გვენახა როგორი ფორმით განაწილდა ეს მონაცემები. სიმაღლეზე, ანუ შერჩევაზე, პოპულაციიდან შერჩევის შემთხვევაში, ისტორიულ მონაცემების შემთხვევაში და ბევრი ცდის შემთხვევაში, სადღაც 500 ცალი ცდის შემთხვევაში, ბურთულების შემთხვევაში. ეს იყო ჩვენი აღწერითი სტატისტიკა, როდესაც მონაცემები აღვწერეთ და ჩვენ შეგვიძლია ეს მონაცემების აღწერა გავაკეთოთ როგორ მონაცემების სტრუქტურირებით, მისი ცენტრალური ტენდენციის გაზომვით, მისი გაფანტულობის გაზომვით და ზოგადად ფორმის დანახვით. და ამ შემთხვევაში ჩვენ ტრიალებდით ასეთ კონცეფციებში, რაც იყო სიხშირე, როგორ იყო სიხშირე განაწილებული. რატო იქცევა ესა თუ ის მონაცემები აი ეს, როგორც იქცევა? იქცევა იმიტომ ასე რომ თქვათ 4000 სტუდენტის შემთხვევაში ასე თქვა მოიქცა ეს სიმაღლეების მონაცემები ასე, იმიტომ რომ ზოგადად სიმაღლეების განაწილებას აქვს ესეთი ფორმა. ესე იგი, ჩვენ 4000 არა და 52000-ი რო შევძლოთ რომ გავზომოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ 52000-ივე სტუდენტის სიმაღლეც რაღაცა მსგავსად არის განაწილებული. ან იგივე ინდექსის შემოსავლიანობას მომავალში რო დავაკვირდეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალშიც ამას გაიმეორებს, იმიტომ რომ ასეთი ფორმა აქვს ამ განაწილებას. იგი ზოგადად ესეთი ბუნება აქვს აი ამ მონაცემებს, რომ ასე იქცეოდნენ სიმაღლეების შემთხვევაში, ასე სიმეტრიულად, პროცენტული შემოსავლების შემთხვევაში აი ამ ფორმით. ჩვენ რო S&P 500 არა და რაღაცა სხვა მონაცემები აგვიღო, მაგალითად რომელიმე ამერიკული hedge ფონდების შემოსავლები, რომლებიც უფრო რისკიანია, ხო, ის კიდევ უფრო მეტად გადახრილი იქნებოდა და სხვანაირი ფორმა იქნებოდა. თუმცა რაღაცნაირად განაწილებული იქნებოდა, რაღაცა სადღაც ცენტრი იქნებოდა, დავინახავდით როგორი ფორმა იქნებოდა და გავზომავდით რა გაფანტულობა გააჩნია ამ ცენტრის გარშემო. ამ მონაცემებში დავახასიათებდით. ესე იგი, ის რაც დაკვირვების, როდესაც ჩვენ გვაქვს დაკვირვების ბაზა, საშუალება რომ რაღაც მონაცემებს დავაკვირდეთ, შერჩევიდან გამომდინარე, ან ცდებიდან გამომდინარე, ან ისტორიული მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ახასიათებს ზოგადად ამდეითას. ზოგადად ასე იქცევა ბურთულა ჩამოგდების დროს, ზოგადად მომავალშიც S&P 500-ის შემოსავლიანობას რაღაც ამდაგვარი ფორმა ექნება და უნდა მოველოდეთ, რომ მომავალშიც რაღაც აი ასე იმერყევებს. საშუალოდ იქნება 10-20%-ში, მაგრამ უფრო ხშირად მოხდება -10-დან 40%-მდე, მაგრამ ხანდახან ექნება ასე -50-მდეც ჩავა, ხანდახან შეიძლება +60%-იც დაწეროს იშვიათ შემთხვევებში. შეგვიძლია გავავრცელოთ, რომ მომავალშიც ასე ექნება. აი, როგორც კი ჩვენ გადავდივართ აი ამ გაურკვეველ მინდვრებში, გაურკვეველ მინდვრებში, გაურკვეველ ზონაში, სადაც არ ვიცით რა ხდება, ჩვენ უკვე გვეხმარება ეს დაკვირვება. წარსულის შესახებ, ან შერჩევის შესახებ. და აი ამ შერჩევის და წარსულის სიხშირეების დაკვირვება გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ რა ალბათობით რა მონაცემები გვექნება მომავალში. და ის რაც წარსულისთვის და შერჩევისთვის იყო სიხშირეების განაწილება, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული ექსტრაპოლაცია მომავალზე და უკვე ვიტყვით, რომ ეს არის არა სიხშირე, არამედ ალბათობა. ანუ რა არის ალბათობა იმისა, რომ მომავალში S&P 500-ის შემოსავლიანობა იქნება -10-დან 40%-მდე. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ამის relative frequency-ზე და შევხედოთ, რომ წარსულში აი ეს -10-დან 40%-მდე 83% შემთხვევებში შემოსავლიანობა იყო -10-დან 40%-მდე. იგი ალბათურადაც ალბათ ვიტყვით
რა თქმა უნდა, ზუსტად ერთი არ გადადის, მაგრამ მაინც რომ თუ ეს არის ამ მონაცემთა ჩვეულებრივი განაწილება და რეალურად მართლა ასე ნაწილდება მონაცემები, მაშინ 93% შემთხვევებში მომავალშიც S&P 500-ში თუ მოახდეთ ინვესტირებას, ჩვენი ინვესტირების უკუგება იქნება -10-დან 40%-მდე, 5% შემთხვევებში იქნება უფრო მაღალი, ხოლო რამდენი აქ 12% შემთხვევებში იქნება უფრო დაბალი. ანუ განაწილების სიხშირე გვაძლევს საშუალებას, რომ წარმოვიდგინოთ, როგორი არის ალბათური განაწილება, ალბათობების განაწილება. და რა ალბათობები ექნება თითოეულ მონაცემს მომავალში. ამისთვის გვჭირდებოდა და ჩვენ სიხშირეები და სიხშირეების დაკვირვება, რომ ვიცოდეთ ალბათურ განაწილებას, როგორი ფორმა აქვს და რა ალბათობებს უნდა ველოდეთ მომავალში. შეიძლება ჩაგეკითხოთ. ეს ნაწილი გავიგეთ, ცოტა უკან მივბრუნდები გადახრებზე, ანუ აი მაგალითად თუ მაინტერესებს, საიდან სადამდე შეიძლება იმერყევოს ამ S&P 500-ში ინვესტირების უკუგებამ, ანუ ჩვეულებრივად რო შევხედოთ, როგორც თქვით, არის -53%-დან პლუს დაახლოებით 60%-მდე და აი მე Excel-ის ფორმულით რო დავთვალოთ სტანდარტული გადახრა და 19 მივიღეთ, ანუ უბრალოდ შინაარსობრივად მაინტერესებს, როგორც მივხვდი, ეგ თუ დავითვალეთ ახლა გადახრების საშუალოდ რამდენით ხდება გადახრა, ანუ ყველანაირი გადახრის საშუალო, ხო? ანუ საშუალოდ 19-20%-ით შეიძლება შეიცვალოს, მაგას ნიშნავს ეგ. ეს არის ესე იგი გადახრების, საშუალოდან გადახრების კვადრატების საშუალოდან კიდევ კვადრატული ფერში. იქ რაღაცა და კარგი კითხვა არის, რას გვაძლევს ეს? რას გვაძლევს და გვაძლევს იმას, რომ თუ ჩვენ ეს მონაცემი ვიცით და თუ ჩვენ მაგალითად ვიცით, რომ მონაცემები არის განაწილებული კარგი ზარის ფორმით. აი ნორმალურ განაწილებას, რასაც უწოდებს კარგი ზარის ფორმით, მაშინ ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც შეგვიძლია ვთქვათ. ჩვენ ვიცით აი ამ ზარისებურ განაწილებაზე, რომ ერთ ცალ სტანდარტ დივიეიშენში თავმოყრილი არის მონაცემთა რამდენი პროცენტი არის თავმოყრილი. აი მოდი წამოვიდეთ აქ. ესე იგი, თუ აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი მონაცემები, თუ გაგვიმართლა და ეს ჩვენი მონაცემები არის განაწილებული, ეგრეთ წოდებული გაუსის განაწილებით, ეგრეთ წოდებული ნორმალური განაწილებით, მაშინ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენ სტანდარტ დივიეიშენში მონაცემთა რამდენი პროცენტი ექცევა. აი ხო თქვენ რასაც უყურებთ, ეს არის ნორმალური განაწილება, ანუ გაუსის განაწილება, normal distribution. აი სიმაღლეებს ქონდა დაახლოებით ნორმალური განაწილება და რეალურად როგორც კი ჩვენ პროცენტებში ზუსტად ეგრე არ დაჯდა, მაგრამ მაინც ინდექსების ან აქციების შემოსავლიანობა პროცენტებში გამოხატული შემოსავლიანობა არის ხოლმე ნორმალურად განაწილებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ვიცით, რომ აქციაში ინვესტირების შემთხვევაში, რომელიღაც აქციაში ინვესტირების შემთხვევაში, ვიცით ამ აქციის შესახებ წარსული და აქედან გამომდინარე ვიცით, რა აქვს საშუალო შემოსავლიანობა, დავუშვათ რომელიღაც აქციას, რაღაც კარგ აქციას საშუალო შემოსავლიანობა აქვს 15%. ასევე ვიცით, რომ მისი სტანდარტ დივიეიშენი, ანუ მისი გაფანტულობა გაზომილი სტანდარტ დივიეიშენში, როგორც ვთქვით, ესე იგი დისპერჟენი შეიძლება სხვადასხვა რაღაცებში გავზომოთ, გაფანტულობაც ისევე როგორც საშუალოს ცენტრალურ ტენდენციას ზომავდით სხვადასხვა მონაცემებში, როგორც იყო მინი, geometric მინი, არის კიდე ჰარმონიული მინი, არის მოდა, მედიანა და შემდეგ, ანუ სხვადასხვანაირად შეიძლება გავზომოთ და აი ამათგან თუ ჩვენ ვიცით რა არის არითმეტიკული მინი, ან ზოგადად მინი, როდესაც მინს ვამბობთ გულისხმობთ არითმეტიკულ მინს, ანუ რა არის მისი საშუალო მონაცემი და რა არის სტანდარტ დივიეიშენი, ჩვენ შეგვიძლია მომავლის შესახებაც გავაკეთოთ ესეთი დასკვნები, რა ალბათობით რამდენ ცალ სტანდარტ დივიეიშენში იქნება მთელი მონაცემები თავმოყრილი. აი რა გვიხატია ახლა აქ მაგალითად. ეს არის შემოხაზულია ზარი. ისე იგი, ყველა შესაძლო შედეგი, რაც შეიძლება მიიღოს ჩვენი აქციის შემოსავლიანობამ არის აი ამ ზარის ქვეშ თავმოყრილი. ამაზე უფრო დეტალურად მე კიდევ ვისაუბრებთ კვირას. დღეს მთავარია რომ აქამდე მოვედით და კიდე ერთი რაღაც უნდა ვთქვა, რატო რაში გვჭირდება normal distribution-ი, რატომ არის ასეთი კარგი განაწილება და რატომ აქვს ხშირი გამოყენება და დღეს აქ მოვრჩებით. დღეს აი ამ დეტალებს კიდევ დამეტებით უკვე კვირას ჩავუღმავდებით.
მაგრამ თუ ჩვენ ვიცით ესე იგი რა არის რომელიღაცა მონაცემის საშუალო და რა აქვს გაფანტულობა გაზომილი სტანდარტ დივიეიშენებში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი იმ საშუალოდან თითოცალ სტანდარტ დივიეიშენში რამდენი ცალი მონაცემია თავმოყრილი, ან ორ ცალში. ეხლა ამ ცხრილზე ჩანს, რომ საშუალოდან საშუალოდან ერთ ცალ სტანდარტ დივიეიშენებში თავმოყრილი არისო მთელი მასალის 68%. ეს ნიშნავს, რომ აი ჩვენ რომ ეს ფართი აქ რო დავშტრიხოთ, აი ნახეთ, ერთი სტანდარტ დივიეიშენი მარცხნივ, ერთი სტანდარტ დივიეიშენი მარჯვნივ და აი ეს ფართობი რო აქ დავშტრიხოთ, ხო, აი ეს რაც აქ არის. ისე ხო, აი ეს ფართობი, რასაც აქ ხედავთ, არის მთლიანი ფართობის 68%. თუ ჩვენ ავიღებთ აი ეს -2, ანუ 2 ცალი სტანდარტ დივიეიშენი მარცხნივ და 2 ცალი სტანდარტ დივიეიშენი მარჯვნივ, ავიღოთ რამე სხვა ფერი, ხო? მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი აქ 2 ცალ სტანდარტ დივიეიშენებში, აი აქამდე თავმოყრილი იქნება მთელი მონაცემების დაახლოებით 95%. ეს და უკაცრავ სტანდარტ დივიეიშენი რას მოიაზრებს თვითონ, ანუ ეს რეინჯია, რომ მაგალითად წელები შეიძლება იყოს, რომ ამ და ამ პერიოდში, თუ აი მაგას ვერ მივხვდი. სტანდარტ დივიეიშენი არის გაფანტულობა გაზომილი იმავე სიდიდეში, რასაც არის ზოგადად მონაცემი. მაგალითად უყურებთ რომელიღაც აქციის შემოსავლიანობას, ხო? და ვიცით, რომ ამ აქციის საშუალო შემოსავლიანობა წლების განმავლობაში იყო 15%. და ეს გაგრძელდება მომავალშიც. ანუ კარგი რეპრეზენტატიული იყო წარსულზე დაკვირვება და მომავალშიც ეს ამ აქციის საშუალო შემოსავლიანობა არის 15%, ხოლო მისი სტანდარტ დივიეიშენი არის 20%. პროცენტებში იზომება, თუ ის პროცენტში იზომება საშუალო და ზოგადად მონაცემი შემოსავლიანობა პროცენტში თუ იზომება, სტანდარტ დივიეიშენიც იზომება პროცენტში. თუ ჩვენ გვაქვს აქცია, რომლის შემოსავლიანობა არის განაწილებული ნორმალურად, მისი საშუალო არის 15% და მისი სტანდარტ დივიეიშენი არის 20%, მაშინ ამ საშუალოდან თითოცალ ამ 20%-იან გადახრაში, რომელიც გამოდის რა, -5-დან +35%-მდე, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ რეინჯში, ამ შუალედში -5-დან +35%-მდე თავსდება ყველა მონაცემების 68%. აი 68% საიდან მოდის? ანუ ეს კონკრეტული რიცხვი როგორ არის გამოთვლილი? გამოთვლილი არ არის, ცხრილები არის ამაზე პირდაპირ დადებული. ცნობილი არის ცხრილებია და ამ ცხრილებებზე მუშაობას ცალკე ვისწავლით. უბრალოდ აი მოდი ჯერ ეს განმარტოთ, რას ნიშნავს ეს 68%. ეს ნიშნავს იმას, რომ წარსულსაც თვალს თუ გადავავლებთ, 100 წლიდან 68 წლის განმავლობაში ამ აქციის შემოსავლიანობა იმერყევებდა -5-დან +35%-მდე. და მხოლოდ დარჩენილ 22% შემთხვევებში იქნებოდა ან ნაკლები, ან მეტი. და მეორე მხრივ თუ ალბათურად შევხედავთ, მომავალში 68% არის შანსი, რომ მისი შემოსავლიანობა იყოს -5-ზე მეტი და 35-ზე ნაკლები და მხოლოდ 32%-ია შანსი, რომ იყოს -5-ზე ნაკლები, ან 35%-ზე მეტი. ამას ნიშნავს ეს 68%. თქვენ თუ ახლა აი ამას შეხედავთ აქ, ზუსტად ეს გვაქვს მოცემული. ჩვენ ახლა ვუყურებთ რას, რომ საშუალოდან, რომელიც ამ შემთხვევაში არის 0-ით მონიშნული, ერთი ცალი სტანდარტ დივიეიშენი მარცხნივ, ერთი ცალი სტანდარტ დივიეიშენი მარჯვნივ, აი ეს ფართობი ნორმალური დისტრიბუშენის შემთხვევაში არის 68%. ანუ ეს ამ ზარის ქვემოთ რა ფართობიც არის მთლიანად, ამ ფართობის 68% თავმოყრილია თითოცალ სტანდარტ დივიეიშენებში, აი იმ საზღვრებში. ეს კითხვას მეც დაგესვამოთ უკაცრავ. ბევრი კითხვები, რა თქმა უნდა. დიახ, ეს normal distribution, ეს ნორმალური განაწილება, ახლა ეს რასაც უყურებთ ცხრილზე, ასკარად 100%-ით პროპორციულია. ხო? და რეალურ ცხოვრებაში ხო ეს ნორმალური განაწილება, ესე ზუსტად პროპორციული ხო არ იარსებობს? ყველა შემთხვევაში 68% იქნება? თუ ჩვენ ვიცით, მოდი ჯერ დავიწყოთ ამითი. თუ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ნორმალური განაწილება, მაშინ აუცილებლად 68%-ია. ახლა რა შემთხვევაში გვაქვს ნორმალური განაწილება?
პირველ რიგში მიღებულია და ძალიან კარგი აპროქსიმაციაა, ძალიან კარგი შეფასებაა, რომ აქციების შემოსავლიანობა ნორმალურთან ძალიან ახლოს არის განაწილებული, პროცენტული შემოსავლიანობა. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ კარგი დაშვება, რომ აქციების შემოსავლიანობა იქნება ნორმალური და ამიტომ თუ თქვენ იცით აქციის საშუალო შემოსავლიანობა და აქციის სტანდარტ დივიეიშენი, მაშინ საკმაოდ კარგად შეგიძლიათ გააკეთოთ პროგნოზი, რა ალბათობით საიდან სადამდე იქნება აქციის შემოსავლიანობა. მაგალითად 68%-იანი ალბათობა თუ მყოფნის, ხო, თითოეულ სტანდარტ დივიეიშენზე გავაკეთებ დასკვნას. თუ არ მყოფნის და მინდა 95%-იანი ალბათობა, მაშინ უნდა წამოვიდეს საათ, ნახეთ როგორ გვიწერია 95%-ს გვინდა 95%-იანი ალბათობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ამის ქვემოთ 95% სად არის თავმოყრილი. ანუ ის ფართოფი გვინდა, რომელიც 95%-ში ადგას ამის ქვეშ არსებული მთელი 100%. ეს არისო საშუალოდან, საშუალოს ამ შემთხვევაში აღნიშნავთ მიუთი 1.96, ავიღოთ დაახლოებით 2 ცალი, სიგმათი აღნიშნავს სტანდარტ დივიეიშენს. 2 ცალი სტანდარტ დივიეიშენში არის თავმოყრილი. ესე იგი, საშუალოდან 2 ცალ სტანდარტ დივიეიშენს თუ მარცხნივ ავიღებთ და 2 ცალ სტანდარტ დივიეიშენს თუ მარჯვნივ ავიღებთ, აი ნახეთ, ეს არის 2 ცალი მარჯვნივ და 2 ცალი მარცხნივ. აი ამის ქვეშ არსებული ფართობი, აი ეს ფართობი იქნება მთელი ამ ზარის ქვეშ არსებული ფართობის 95%. და ფართობი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ გადავიტანთ ისევ და ისევ იმ პოპულაციაზე, იმ кейსზე, იმ მონაცემებზე, რომელიც ნორმალურად არის განაწილებული, მაგალითად აქციაზე, ხო? ჩვენ თუ ვიცით აქციის საშუალო შემოსავლიანობა და ვიცით სტანდარტ დივიეიშენი რამდენია, გადავზომავთ 2 ცალ სტანდარტ დივიეიშენს მარცხნივ, 2 ცალ სტანდარტ დივიეიშენს მარჯვნივ და ვიტყვით, რომ 95%-იანი ალბათობით აი ამ ფარგლებს არ გაცდება ამ აქციის შემოსავლიანობა. აი იგივე ჩვენ რა кейსიც ვთქვით, რომ საშუალო, ანუ მიუ უდრის 15% ვთქვი, ხო, 15%-ს, ხოლო სტანდარტ დივიეიშენი 15%, ხოლო სტანდარტ დივიეიშენი, რომელსაც აღნიშნავთ სიგმათი, უდრის 20%-ს. დღეს ბევრი ინფორმაცია არის და ამან არ დაგაბნიოთ. ამაზე კარგად ვიმუშავებთ კვირას. და კურსი ვისაც გაქვთ აღებული, დამატებით კიდე შევხვდებით, რომ ცხრილებთან მუშაობა კიდე დამატებით გამომტკიცოთ. ესე იგი, აუ, მაინც ფოთიში რა, ანუ არ მახსოვს ეს საკითხი, ძველი ნასწავლია და სტანდარტ დივიეიშენის შინაარს მაინც ვერ გავიგე, ანუ ამოცანაში ეს მოცემულობა და არის ჩვენ ვითვლით ამას, თუ აი შინაარს მაინც ვერ გავიგე რა არის, ანუ რას ნიშნავს შინაარსობრივად რას გულისხმობს, აი რა ტიპი, რა თანაბარი დაშორება რაღაც სტანდარტული სივრციდან, ხო, მაგრამ ანუ 20% აი წინა ნახეთ. ამოცანა რომ მქონდა წეღან, აი მანდ მაგალითად როგორ მაგის მაგალითზე თუ შეიძლება რომ განსაზღვროთ რა არის სტანდარტ დივიეიშენი, ის რა იყო ცალკე აღებული რიცხვია ეს 19 რას ნიშნავდა? თვითონ 19 ცალკე ბევრს არაფერს არ გეტყვით, ანუ ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეს არის ჩვენ რო ავიღოთ მთელი რეინჯი, მაგალითად, საიდან სადამდე არის გაშლილი მონაცემები, ბევრ ინფორმაციას არ მოგცემს, იმიტომ რომ შეიძლება ამ მონაცემებში ნახეთ როგორ იყოს, აი დავუშვათ ავიღოთ 2 სხვადასხვა ტიპის მონაცემი, აი ეს დავხაზოთ. ერთი არის აი ასე განაწილებული, ნახეთ როგორ არის, აი ესე. აქ აქვს სადღაც შუა, აქ არის საშუალო. გაფანტულია და მინიმალური მონაცემი არის აქაც -43 და მაქსიმალური არის +56, სადღაც ეს არ ქონდა, იქაც S&P 500-ზე, ხო? დინო, ბოდის ვიხდირო თავს ვაძლევ ამის უფლებას, მაგრამ მგონი სიმაღლეების ის რო განახეთ, უფრო მარტივი ცხრილი იყო აქ საქმელოს და მაგით უფრო გასაგები იქნება. კი ბატონო, კი, გამოვიყენებ. უბრალოდ ახლა ერთიც მინდა განახოთ და კი ბატონო, დავბრუნდეთ იქით. უბრალოდ აქ პროცენტები გვიწერია და იმიტომ ვიყენებდი. მაგრამ კარგია, დავბრუნდეთ იქ. და დაუშვათ გვაქვს მეორე მონაცემები, რომელიც ასევე -43-დან +56-მდე მერყეობს და
უნდა არის აი ასეთნაირად, ნახეთ? აი ასე განაწილებული. უნდა ესეც აქ იწყება და აი აქ მთავრდება. -53-დან 56%-მდე. რა შეგვიძლია თქვათ აი ამ ორი სიდიდის შესახებ? უკაცრავად მაუსით უკეთესად ვერ ვხატავ ახლა ეკრანზე. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე არის ზარისებურად განაწილებული, ორივეს აქვს ერთი და იგივე ცენტრი, ორივე არის სიმეტრიული, ორივეს მინიმალური მონაცემი 53-ია, ორივეს მაქსიმალური 56. მაგრამ ვუყურებთ და ვიზუალურად აშკარად განსხვავდება, ხო? მონაცემთა დიდი ნაწილი ამ შემთხვევაში არის ცენტრთან ახლოს თავმოყრილი ლურჯში. წითელ გრაფიკზე კიდევ უფრო მეტად გაფანტული არის კუდებისკენ. მაშინ როგორ განვასხვავოთ, რომ ეს მეტად გაფანტულია და ეს ნაკლებად? ამისთვის არის შემოღებული ესეთი პირობითი სიდიდე, რომელსაც ქვია standard deviation-ი. პირობითი სიდიდე, რომელიც ზომავს ყველაზე მკვრივ საზღვრებს ცენტრის გარშემო. და რომელიც იზომება როგორ? ყველა გადახრა საშუალოდან, აბსოლუტურად ყველა გადახრა, აყვანილი კვადრატში, დაჯამებული, გაყოფილი რაოდენობაზე და მე აქედან კიდევ კვადრატული ფესვი ამოღებული. რაღაცა შეწონილის მსგავსად, ხო? შეწონილად როგორ არის გადანაწილებული. კი, ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ აქაც რაღაცებს ვწონით. ანაკაც სწავში და ვიპოვი წინა გვერდებზე შეიძლება სადმე გქონდეს მოცემული standard deviation-ი, თუ არა და მე უკვე CFA-ის კურსშიც ვხვდებით მაგას. როგორც ჩანს, აქ არა მაქვს გამოტანილი. მათ მე შევახებით. აქ არა მაქვს, იმიტომ რომ CFA-ის კურსში შედის ეს უკვე. მოდი გაგიხსნით შესაბამის სლაიდებს. შევხედოთ იქ. გულწრფელში. ეს საშუალო sample mini როგორც თქვით. აი, standard deviation. ეგერ გვაქვს ფორმულა. ეს არის გადახრების საშუალოდან, როდესაც პოპულაციის საშუალოს აღნიშნავთ, ზოგადად პოპულაციის პარამეტრებს აღნიშნავთ ბერძნული ასოებით, ხოლო შერჩევისას აღნიშნავთ ლათინური ასოებით. ამიტომაც გვაქვს სხვადასხვა აღნიშვნები. პოპულაციის საშუალოს აღნიშნავდით μ-ი, ხოლო შერჩევის საშუალოს აღნიშნავთ x ქუდიანით. პოპულაციის standard deviation-ს აღნიშნავდით σ-ი, ბერძნული ასოთი, ხოლო შერჩევის საშუალოს აღნიშნავთ s-ით, ლათინური ასოთი. და ეს იგი standard deviation-ი ტოლია რისი? გადახრების საშუალოდან, ნახეთ, თითოეული მონაცემს გამოკლებული საშუალო, ხო იქნება გადახრა. ამათი კვადრატები დაჯამებული და გაყოფილი მათ რაოდენობაზე. უпростоრად, ჩვენ როცა გვაქვს პოპულაცია მყოფთ რაოდენობაზე, როდესაც გვაქვს შერჩევა მყოფთ რაოდენობას -1-ზე. ანუ აქვს ამას თავისი მიზეზი, რატო არ ასე. ეს 20% რამდენი ცალი სტანდარტული გადახრის ტოლია. ხო, კარგი, აი მესაც დავბრუნდებით. ესე იგი, standard deviation-ი არის საშუალოდან გადახრების კვადრატების ჯამი, გასაშუალოებული პოპულაციის შემთხვევაში დიდენზე იყოფა, standard deviation-ის შემთხვევაში, sample-ის შემთხვევაში იყოფა n-1-ზე, ანუ რამდენი ცალი არის იმას -1-ზე და აქედან ამოგვაქვს კვადრატული ფესვი. ეს არის standard deviation. ანუ ჩვენ რო 19 მივიღეთ, იმ შემთხვევაში ნიშნავს, რომ საშუალოდ 19-ით არის დაშორებული მონაცემები მას საშუალოს 19 ერთეულით. ეს ნიშნავს, რომ 19%-ით, ეს ხო პროცენტში გვაქვს ჩვენ გამოსახული. პროცენტით, ხო, პროცენტით უკაცრავად. ხო, 19.7%-ის ირგვლივ არის მონაცემთა ძირითადი ნაწილი კონცენტრირებული. ანუ საშუალოდან 20%-ის გარშემო, მაგ შუალედში მეტყევებს უმეტესობა. მანდარით ამოყრელი, ხო. გვაქვს 12%. აქედან 20%-იან რეინჯში დაახლოებით, ხო, აი
მეტიდან 20% იქ და 20% აქეთ, აქ არის ძირითადი მონაცემთა ძირითადი რაოდენობა კონცენტრირებული. всё, გავიგე, ეგ მაინტერესებდა, მადლობა. ანუ გადახრის რაღაც ესეთი საშუალო მაჩვენებელი და რომ აი ეს მონაცემები, სად გვაქვს სტუმი, აგერ გვაქვს, ხო? ეს მონაცემები რო ყოფილიყო მაგალითად უფრო მეტად გაფანტული. დაუშვათ ყოფილიყო აი ესეთი რო აი, ყოფილიყო. მეორე გრაფიკის შემთხვევაში რაც უფრო დაბალი იყო, უფრო დიდი იქნებოდა, 19 კი არა, მაგალითად 30 იქნებოდა, ხო? და ნიშნავს, რომ უფრო ფართე არეალზეა გაფანტული. სწორია. აი ასეთი რო ყოფილიყო, ხო? უფრო დაბალი ყოფილიყო ცენტრი და კუდებში ყოფილიყო უფრო მეტად გაშლილი, ამის სტანდარტ დივიეიშენით გამოვიდოდა უფრო მეტი. და ნორმალური გადახრის შემთხვევაში აი სტანდარტ დივიეიშენს რამდენსაც მივიღებთ, ხო, რამდენ ერთეულს, იქ იწყება ამოზნექილობის ჩაზნექილობაში გადასვლა. ეს ზარი ხო როგორია, ჩაზნექილი, ამოზნექილი, ჩაზნექილი. აი ეს ჩაზნექილობაში რომ გადადის, ეგ არის ზუსტად ერთი ცალის სტანდარტ დივიეიშენის წერტილი ხოლმე. გასაგები. მან არის ძირითადი ნაწილი კონცენტრირებული და ჩვენ რო აქ შემოვხაზოთ, აი მოდით შემოვხაზოთ ეს ზარი როგორი არის. მოდი, აი შეიძლება თითი თუ აი ეს ვქნათ. დაახლოებით ასეთი ზარი გვაქვს. აქ სადღაც აქვს ცენტრი, ხო? ესე იგი, ერთი ცალის სტანდარტ დივიეიშენი იქნება სადღაც აი აქ, ამ წერტილში. აი დაახლოებით 12 ერთეული არის სტანდარტ დივიეიშენი. ეკაც გადმოვზომოთ, ეკაც ესე 12 ერთეული. მაშინ რა შეგვიძლია თქვათ, რომ თუ ეს მონაცემები ახლა რომელსაც ჩვენ ეკრანზე უყურებთ, არის ნორმალურად განაწილებული. ამის საშუალო არის სადღაც და მოდი თან ჩავწეროთ. არის სადღაც 175, ხო? და ვარქვათ, რომ μ არის ნამდვილად ეს გამოდის x ქურიანი, იმიტომ რომ შერჩევაა. და ვთქვით, რომ შერჩევის საშუალოს აღნიშნავთ ლათინური ასოებით, ამ შემთხვევაში x ქურიანით. და ჩვენი შერჩევის საშუალო არის 175 სანტიმეტრი. ანუ ყველა მონაცემი რო დავაჯამოთ და 4000-ზე გამყოთ, 175 მივიღეთ. ეს არის საშუალო და ეს არის ცენტრი. ამასთანავე გავზომეთ სტანდარტ დივიეიშენი და ისევ და ისევ რაკის სემპლი არის, ანუ შერჩევა რაკი არის. მივიღეთ, აღნიშნოთ პატარა ესით და ვამბობთ, რომ ეს არის 12 სანტიმეტრი. ესეც სანტიმეტრია, ესეც სანტიმეტრი. 12 სანტიმეტრი. მაშინ საშუალოდან თითოეულ სტანდარტ დივიეიშენში, ანუ -12 სანტიმეტრი და +12 სანტიმეტრი. ერთი სტანდარტ დივიეიშენით მარცხნივ რამდენი არის? ეს არის მეტრი და 63 სანტიმეტრი სიმაღლის ადამიანი, ხო? ხოლო ერთი სტანდარტ დივიეიშენით მარჯვნივ ეს იქნება მეტრი და 82 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანი. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ამ მონაცემებში, რომ უმის სტუდენტთა 68% იქნება, უბრალოდ აი შერჩევის 4000 მონაცემის 4000 სტუდენტის 68% სიმაღლე იქნება მეტრი და 63-დან მეტრი და 82 სანტიმეტრამდე. ან ალბათობა იმისა, რომ ყოველ 4000 სტუდენტში პოპულაციაზე ეს ცოტა მე სხვანაირად ვრცელდება და ამიტომ საუბრობთ მარტო 4000-ზე, იმიტომ რომ პოპულაციის შემთხვევაში ცოტა მეტი იქნება კიდე აუთლაიერები და ცოტა სხვანაირად ვრცელდება და ამიტომ საუბრობთ მხოლოდ 4000-ზე. ყოველ 4000 სტუდენტში ალბათობა იმისა, რომ ახალი სტუდენტის სიმაღლე იქნება მეტრი 63-დან მეტრი 82 სანტიმეტრამდე, ამის ალბათობა არის 68%. ხონდება კიდე წავიდეთ თითო სტანდარტ დივიეიშენი და გავიხსენოთ, რომ ორ ცალ სტანდარტ დივიეიშენში მოთავსებული იყო მონაცემთა 95%. რა სიმაღლე არის ორი ცალი სტანდარტ დივიეიშენით აქეთ? 175-ს უნდა გამოვაკლოთ უკვე 2 ცალი 12. ხო? მეტრი და 51 სანტიმეტრი. ესე იგი, აი x ქუდიანს საშუალოს რო გამოვაკლოთ 2 ცალი სტანდარტ დივიეიშენი მივიღებთ 151 სანტიმეტრს. და პირიქით, რო დავუმატოთ, ეს აქ წავშალოთ, დავიმახსოვროთ ზეპირად, რო დავუმატოთ 2 ცალი 175-ს რო დავუმატოთ 2 ცალი 12, მივიღებთ 199-ს. ეს უკვე არის x ქუდიანს დამატებული 2 ცალი სიგმა. x ქუდს ქუდიანი არა ხაზიანი, ქუდი კიდე სხვა არის. 2 ცალი სიგმა არა და s.
ეს არის 199. მაშინ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4000 სტუდენტიდან 95% სიმაღლე იქნება 151-დან 199 სანტიმეტრამდე. ნახეთ, ინტერვალურად შევაფასეთ. წერტილოვნად კი საშუალო სიმაღლე არის 175 სანტიმეტრი, ეს იყო წერტილოვანი შეფასება. მაგრამ წერტილოვანი შეფასება ბევრს არაფერს გვაძლევს, იმიტომ რომ ზუსტად 175 სანტიმეტრი ზუსტად არ იქნება არც ერთი სტუდენტი. იმიტომ რომ ეს არ არის დისკრეტული სიდიდე, ეს არის უწყვეტი სიდიდე. და 175-თან ყველაზე ახლო მდგომი სტუდენტის სიმაღლეც კი შეიძლება იყოს 175 სანტიმეტრი და რა ვიცი 0.1 მილიმეტრი თუნდაც. ანუ 174.998 მილიმეტრი, მაგრამ ზუსტად 175-დან 0.00 არც ერთი არ იქნება, ხო? ამიტომ ზუსტად ეს წერტილი არც ერთი არ იქნება და წერტილზე უკეთესი შეფასება მით უმეტეს უწყვეტი სიდიდეების, უწყვეტი შკალის შემთხვევაში არის რომ შევაფასოთ ინტერვალურად და ალბათობით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ 4000 სტუდენტში 95% სიმაღლე იქნება 151-დან 199-მდე, ანუ ამ ინტერვალში იქნება და მხოლოდ 5% შემთხვევებში იქნება სტუდენტი 151 სანტიმეტრზე დაბალი და 199 სანტიმეტრზე მაღალი. ან მეორენაირად ალბათობა იმისა, რომ რომელიღაცა კონკრეტული სტუდენტის სიმაღლე იქნება 151-დან 199 სანტიმეტრამდე, ამის ალბათობა არის 95%. ანუ 20-ში 19 ცალი არის შანსი, 100-დან 95% არის შანსი, რომ ყოველი სტუდენტის სიმაღლე იყოს აი ამ რეინჯში 151-დან 199-მდე. და მხოლოდ 5%-ია შანსი, რომ ამაზე ნაკლები ან ამაზე მეტი იყოს. ეს იმიტომ, რომ ნორმალურად არის განაწილებული, რომელიც კარგად გვაქვს შესწავლილი და რომლის ცხრილებზეც ვიმუშავებთ კვირას. დღეს თუ რაღაცეები, თქვათ, გებევრებათ და კარგად არ დალაგდა ამ ნაწილში, ამაზე არ იდარდოთ, კვირას შევავსებთ. ქალატონინო, ეს პრერეკვიზიტებში რომელი თავია რომ მიგვითითოთ, რომ წავიკითხოთ, ეგეც იქნება ხო შესაძლებელი. მაშინ ჩანაწერი პრერეკვიზიტებიდან გავდივართ ჩვენ ახლა ამას, ხო? პრერეკვიზიტებიდან ანუ თეორიულადაც თუ ნახეთ, პრერეკვიზიტებს ზუსტად არ მივყვები. ანუ რაღაც კონკრეტული თავი არ არის? გასაგები. მე არ მივყვები ახსნისას ზუსტად, იმიტომ რომ პრერეკვიზიტებში ისეთი რაღაცებიც არის, რაც პირდაპირ არ გჭირდებათ. მე კიდე მინდა რომ ესე თქვათ, ხიდი გავდო, რომ აი რომ დაიწყებთ, არ აქვს მნიშვნელობა დამოუკიდებლად თუ ერთად. ამ ინფორმაცია მიგიყვანოთ იქამდე, რომ მე უკვე არა პრერეკვიზიტებში, არამედ უშუალოდ კურიკულუმში რაც წერია, ის მასალა იყოს გასაგები. ეს ამ ხიდის გადება მინდა. და ერთი რაღაცაც მინდა ახლა დავამატო და მე მგონი დღეს ამითი შეგვიძლია მოვარჩეთ. ჩეთ ადგვიწერია აქ თუ გვაქვს. არ არის უბრალოდ იცლება აქ იყოს. თუ არ და ის ისე პირად დავამატებ. ცენტრალური ზღვარითი თეორემა. ის მინდა და მეთქვა. ამას მერე შევეხებით და უკვე უშუალოდ მასალაში შეგხვდებათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თეორემა არის ეს. დაუშვათ გვაქვს პოპულაცია. რაღაც პოპულაცია, რომელსაც ეს ჩემი ნაჩხაბნები დავტოვე, რომელსაც აქვს აბსოლუტურად შემთხვევითი ფორმა. ანუ აბსოლუტურად არაწესიერი, არანორმალური. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ პოპულაციას, რომელსაც აქვს ეს მწვანე ფორმა. რაღაცა განაწილებული არის ამ მწვანე ფორმით, რომელსაც ხედავთ ახლა ეკრანზე. ეს მწვანე.
ჩვენ აი ამ პოპულაციიდან ავიღებთ შერჩევას. მაგალითად ავიღეთ შერჩევა, თქვათ პოპულაცია არის საქართველოს მოსახლეობა. ეთნიკაზე არ გადავიდეთ, უბრალოდ საქართველოს მოსახლეობა. და გვაინტერესებს საქართველოს მოსახლეობის საშუალო სიმაღლე. რა არის საქართველოს მოსახლის საშუალო სიმაღლე, ეს გვაინტერესებს. ანუ გვაინტერესებს პოპულაციის საშუალო, population mean. პოპულაციის მინიც აღნიშნავთ აგერ მიუთი. თუ ჩვენ ავიღებთ შერჩევას, დავუშვათ ავიღეთ 30 ადამიანი და გავზომეთ მათი სიმაღლეები და ამ 30 ადამიანის სიმაღლის საშუალო გავზომეთ. და მივიღეთ რაღაცა შესაბამისად მივიღეთ x ქუდიანი. თავარია რომ sample size, ანუ შერჩევის ზომა არის 30. ეს უკანაც. 30 კაცი ავიღეთ, გავზომეთ საშუალო და მივიღეთ საშუალო თქვათ რამდენი? 173. ეს. მე დავდექით და სხვა 30 კაცი ავიღეთ. ისე 30, ანუ შერჩევის ზომა ჩერდებით 30-ში. ხელახლა გავზომეთ და ახალი საშუალო გამოვიდა 177. მე კიდევ ახალი 30 ავიღეთ ზომას არ შორდებით და ისევ გამოვითვალეთ საშუალო და ისე მივიღეთ 171 ამჯერ. ასე ვიღებთ 30 ადამიანს, ზომავთ სიმაღლეებს, თითოეულის არ გვაინტერესებს. ვიღებთ საშუალოს, შერჩევის საშუალოს, ზომავთ ამ საშუალოებს. თვითონ ეს საშუალოებიც მოგცემს განაწილებას. ანუ ამ საშუალოების განაწილებას sample distribution ეწოდება და ეს sample distribution-ი იქნება განაწილებული ნორმალურად. და რაც უფრო დიდი არის აი ამ შერჩევის ზომა, მაგალითად, ავედით და გავზარდეთ შერჩევის ზომა 120-მდე. კიდევ უფრო ნორმალურად და ლამაზად იქნება განაწილებული. ესე იგი, თუ ჩვენ ავიღებთ 30 ცალიანი შერჩევების საშუალოებს და დავაკვირდებით ამ საშუალოების განაწილებას. ნახეთ, 30 ცალიანი საშუალო შერჩევების საშუალოების განაწილება განაწილებული იქნება ზუსტად ნორმალურად. მიახლოებით ნორმალურად კი არა. ისე კი არა, რომ შეიძლება გადახრილი იყოს მარცხნივ, მარჯვნივ და გამოგვადგება თუ არა ნორმალური distribution-ი. არა, ნამდვილად ნორმალურად, თუ კი შერჩევის ზომა საკმარისად დიდია და საკმარისად დიდი ქვია, როდესაც შერჩევა არის 30 და 30-ზე მეტი. და ამ შემთხვევაში შერჩევების საშუალოების განაწილება იქნება ნორმალური განაწილება. Když დავაზუსტებ, ყოველი ახალი 30 შერჩევაში მონაწილეობას წინა 30 აღარ იღებს, ხო? ამ შემთხვევაში. არის, თუ შემთხვევითია, შეიძლება წინა 30-დანაც ვიღაცა მოხდეს. და მაგ შემთხვევაშიც იგივე იქნება, რაც აგვიხსენეთ, ხო? არ შეუშლის ხელს, თავარია იყოს რანდომული, ანუ აბსოლუტურად რანდომული იყოს. სრულიად შემთხვევით იყოს ყოველი 30 შერჩევა და ამ 30-ების საშუალოების განაწილება იქნება ნორმალურად განაწილებული. აი მაგალითად, თუ ეს პირველი წითელი ხაზია ეს წითლით არა და რამე სხვა ხვრით აღნიშნოთ. ნელ მწვანეთი. აი ეს თუ არის sample size 30, თუ ჩვენ შერჩევის ზომა გავზარდეთ და 30-დან ავიყვანეთ მაგალითად 120-მდე. და ახლა ავიღეთ ერთი 120 ადამიანი, დავთვალეთ ამ 120 ადამიანის სიმაღლის საშუალო, დავაბრუნეთ, ავიღეთ ხელახლა 120, შეიძლება იქიდან ვიღაც მოხდეს, თავარია რომ ისევ 120 ადამიანის შერჩევა არის რანდომული შემთხვევითი. და გავზომეთ ამისი საშუალო. ესე იგი 120 ცალიანი შერჩევების საშუალოების განაწილება, რა თქმა უნდა, ისევ ნორმალური იქნება, ოღონდ კიდევ უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული, ასე კიდევ უფრო მეტად შემჭიდროვდება, ანუ მისი standard deviation-ი მცირდება. გავზარდოთ 120-დან ახლა 480 ავიღოთ. 4-ზე გავამრავლეთ კიდევ და 480 ცალიანი საშუალოები ავიღეთ. ესე იგი 480 კაცი ადამიანის სიმაღლე გავზომეთ, ავიღეთ საშუალო, ჩავიწერეთ.
თითოეული ცალ-ცალკე არ გვაინტერესებს. დაუბრუნეთ. ახლა ავიღეთ ახალი 480, თუმცა შეიძლება ძველიდანაც მოხდა ვიღაცა. ავიღეთ საშუალო, ჩავიწერეთ. და ასე შემდეგ. 480 ცალიანი შემთხვევითი შერჩევების საშუალოების განაწილება იქნება ნორმალურად განაწილებული და ეს კიდევ უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული. და ნახეთ, ესე იგი, ჩვენ უკვე მივიღეთ sample distribution. Sample distribution ნიშნავს შერჩევის საშუალოების განაწილებას. Sample mean distribution-ს არ ეძახიან, sample distribution-ს ეძახიან, უბრალოდ ეს არის შერჩევის საშუალოების განაწილება. შერჩევის საშუალოები იქნება განაწილებული ნორმალურად და მისი standard deviation-ი, ანუ ნახეთ, შერჩევების საშუალოების განაწილების საშუალო. აქ არ შეგეშინდეთ აი ამ კონცეფციის, მთავარია რომ კონცეფცია გაიაზროთ, შემდგომ ამაზე კალკულაციები არ მოგიწევთ. ეს გვჭირდება მე სხვაგან აპლიკაციისთვის, იმისთვის რომ შერჩევიდან გამომდინარე პოპულაციის შესახებ დასკვნები გავაკეთოთ. ანუ რა საფუძველზე დგას, ხო? და ამ საფუძველს ხსნით ახლა. და საფუძველი არის ის, რომ თუ ჩვენ გვაქვს რაღაცა შერჩევა 30 ცალიანი შერჩევის საშუალო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს საშუალო მონაცემი 30 ადამიანის სიმაღლის საშუალო მონაცემი არის ერთ-ერთი მონაცემი იმ sample distribution-ზე, რომელიც ნორმალურად არის განაწილებული და რომლის საშუალო პოპულაციის საშუალო სტოლია. ესე იგი, როდესაც ჩვენ საშუალოებს როდესაც ჩვენ ვიღებთ საკმარისად დიდი ზომის შერჩევას, და საკმარისად დიდი ზომა არის 30-ზე მაღალი, ჩვენ ამ შერჩევის საშუალო უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ არის სხვა distribution-ის, რომელიც არის sample distribution-ის ერთ-ერთი მონაცემი და ის distribution-ი არის ნორმალურად განაწილებული და მისი მინი, მისი საშუალო ტოლია პოპულაციის მინის მიუსი. ხოლო ამ sample distribution-ის standard deviation-ი ტოლია პოპულაციის standard deviation-ი გაყოფილი ფესვი შერჩევის ზომიდან. ეს მხოლოდ საშუალოებს როცა ვითვლით ესე, ამ თეორემის საფუძველზე შეგვიძლია ზუსტად გავავრცელოთ მთელ პოპულაციაზე და წეღარ როგორც დავთვალეთ, იმას პირდაპირ ვერ გავავრცელებთ, ხო? ანუ ამას ვავრცელებ პოპულაციის საშუალოზე. აი ეს გვადგება იმისთვის, რომ შერჩევიდან გამომდინარე პოპულაციის საშუალოს შესახებ გავაკეთოთ დასკვნა. პოპულაციის საშუალო სად იქნება მოქცეული? ნახეთ როგორია. მაგალითად შერჩევა არის ისევ და ისევ New York Stock Exchange-ზე დალისტული 30 ცალი აქცია. და ამ 30 ცალი აქციის საშუალო შემოსავლიანობა დავთვალეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საშუალო შემოსავლიანობა არის 30 ცალიანი აქციების საშუალოების განაწილებაში ერთ-ერთი მონაცემი და 30 ცალიანი აქციების საშუალოების განაწილების საშუალო არის პოპულაციის, ანუ New York Stock Exchange-ზე დალისტული ყველა აქციის საშუალო შემოსავლიანობის ტოლი. ამიტომაც ეს საშუალო, რომელიც არის 30 ცალი აქციის საშუალო შემოსავლიანობა, გვეხმარება დასკვნა გავაკეთოთ პოპულაციის საშუალოს შესახებ. და რაც უფრო დიდი არის ეს შერჩევა 30-ის მაგივრად 120 აქციას თუ ავიღებთ, ან 120-ის მაგივრად 480 აქციას თუ ავიღებთ და იმის საშუალოს თუ დავთვლით, ხო? ორჯერ ვამცირებთ გაფანტულობას იმ პოპულაციის ცენტრის გარშემო. ანუ ჩვენი შერჩევის ზომის 4-ჯერ ზრდით, ორ-ორჯერ ვამცირებთ გაფანტულობას პოპულაციის ცენტრის გარშემო. რაც ძალიან გვეხმარება, რომ პოპულაციის ცენტრის შესახებ, ანუ ნიუ-იორკში დალისტული აქციების საშუალო შემოსავლიანობის შესახებ ძალიან მკაფიო და კარგი წარმოდგენა გქონდეს. ახლა ისევ და ისევ მთავარია, რომ არ შეგეშინდეთ იმის, რაც ვთქვი, იმიტომ რომ მე მესმის, რომ ახლა რაც ვილაპარაკე, ბევრია. ჩვენ ამას ცენტრალურ ზღვარით თეორემას შევეხებით CFA-ის კურსის განმავლობაში. ეს მარტო პრერეკვიზიტებში არა, უშუალოდ მასალებშიც არის გამოტანილი. ზოგიერთი მასალა პრერეკვიზიტშიც არის, ძირითად მასალაშიც არის. კიდევ შევეხებით, უფრო დეტალურად და რაც თორე რეალურ სივრცეში შევეხებით და
თან ამ ნაწილში კალკულაციები არ გჭირდებათ, ეს არის ზღვარ საფუძველი იმისთვის, რომ რაზე არის დაშენებული დასკვნითი სტატისტიკა და ჰიპოთეზების ტესტირებები. აი როგორც შუალედური საფეხური. ამიტომ კიდე შევეხებით და შინაარსი მეტნაკლებად გასაგები თუ იქნება და თქვათ კითხოთ მოგივათ, სწორად თუ უპასუხებთ, ჩვენთვის საკმარისი იქნება. თქვენ არ გჭირდებათ, რომ ეს მაგალითად ისევ და ისევ სიტყვიერად სხვას აუხსნათ. დაახლოებით კონცეფცია თუ გასაგები იქნება, ნორმალური იქნება. რაც თავარია, დაუბრუნდები და ეს თანდათან გაჩნდება. დღეს იმ ნაწილში, რასაც ვიწერდით და რაც მინდა რომ ვიდეო სახით განვათავსო, მოვჩით. დანარჩენს გავაგრძელებთ უკვე კვირა დღეს, ამიტომ დღეს ცოტა რეკ ვიდეო ჩაწერა. დღეს დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს.